მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი სტუმარია ნუკრი შოშიაშვილი, ჩვენი ბატონი ნუკრი შოშიაშვილი, რომელსაც სასწაულად კარგი გამოხმაურება ჰქონდა მისი აკადემიური თხრობისა და ისტორიული ცოდნის გამო და ვის თუ არა მას თან მინდოდა ამ თემის ჩაწერა და განვითარება. ნუკრი, მოგესალმები. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნუკრი, დღეს მინდა საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრო, ოღონდ ზუსტად იმ კუთხით, რაც პრობლემური გახდა საქართველოში, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიდის შეტევა, არ არსებობს ინტერნეტ სივრცეში პოსტი, სადაც დაუშვათ ირიბად ან პირდაპირ არ იყოს ჩვენი ისტორიული მონაპოვარისა და ჩვენი წამსის, ჩვენი სახელმწიფო საყრდენის ლანძღვაგინება. ეს ეთყობა ლიბერალურ სამყაროში ერთგვარი ტრენდია, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, დასავლეთ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აბსოლუტურად ნიველირებულია რწმენის აღქმა. მე რაც აქ ვნახე 2016 წლიდან საერთოდ წარმოდგენა შემეცვალა ბევრ რამეზე, სადაც უკვე შენობა ნაგებობები, რომელსაც აქ ეკლესიას ეძახიან, ძირითადად ეს არის გოთიკური სტილის ეკლესიები, რომელიც ეკუთვნოდა ადრე კათოლიკურ ეკლესიას. გადაკეთებული არის ჯიმის დარბაზად, ანუ ტრესატრენაჟოროთ, პიცერიებია მოწყობილი, არის ვულგარული შოუების სივრცე, მაგალითად კორდობალეტი და ასე შემდეგ და ეს ბუნებრივია, ეს დაიწყებოდა ეს ყველაფერი, გადმოვიდოდა ევროპაზე, ან ევროპიდან პირიქით დაიწყო ამერიკაში, მაგრამ ახლა ამას არსებული მნიშვნელობა არ აქვს, ეს საბოლოო ჯამში შეგვეხებოდა ჩვენ. და აი უკვე პირველი ნიშნები არის, ვისაც არ ეზარება, ყველა ილანძღება. ბუნებრივია, იწყებენ პიროვნებების და მერე გადადიან თავად დედა ეკლესიაზე. მე აქვე უნდა ვთქვა, რომ მე ნომინალური მართლმადიდებელი ვარ, ანუ ეს რას ნიშნავს, რას გულისხმობს, რომ განმარტო თავიდან. მართლმადიდებელი ვარ, მონათული ვარ ჩვენი წესი და ადათით, უბრალოდ ეკლესიურად არ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი იდეური წამსი არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და ჩემთვის ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩემში მართლმადიდებლობა და საქართველო აბსოლუტურად ერთდაიგივე რამ არის, ერთდაიგივე მცნებაა. და მინდოდა აი ამ თემის გარშემო მესაუბრა და იმ კუთხით გამეშალა, რომ მაგალითად არსებობს ეგეთი აზრი, რომ საქართველოს თავის ისტორიაში ჰქონდა არჩევანი, განსხვავებული რწმენა აიღო სახელმწიფო მართვაში და ამით იგი ნაკლებ უბედურობას და ნაკლებ პრობლემას გადაეყრებოდა. აქვე ვახსენოთ, რომ ლაპარაკია ბუნებრივია კათოლიციზმზე, აქვე არის ლაპარაკი ისლამზე, მაგრამ საქართველოს ეს მძიმე ჯვარი აირჩია და ატარებს საკმაოდ ერთგულად და აი ამ მძიმე ჯვარმა ზუსტად მოიტანა იქამდე, რომ დღემდე 20-25-ია გარეთ როგორც იტყვიან და ჩვენ ვარსებოთ. ბევრი ძველი სახელმწიფო, ბევრი ძველი იმპერია არ არსებობს, ჩვენ კი ვართ. ვართ ისე, რომ სიტყვაც მოგეკითხება უკვე, დაგეკითხება, როგორც რეგიონში, ასევე პოლიტიკაში, ეს უკვე ნათლად აჩვენა ევროკავშირში ჩვენმა ესეთი მკვეთრმა განცხადებებმა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დასავლურ ბიუროკრატიას უწევს ამ ყველაფერთან ანგარიშის გაწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რა სიტყოდი ამ ყველაფერზე და რამდენად საქართველოს თავის დროზე ეს არჩევანი გააკეთა, იმდენად რამდენადაც ეს იყო ჩვენი გადარჩენის ალბათ ყველაზე დიდი საფუძველი. კიდევ ერთხელ მოდი მივესალმები თქვენ მაყურებელს და ყველაფერი გენეზისიდან იწყება, ანუ ისტორიით იწყება და ჩვენ რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ისტორიული გამოცდილება ერთმანეთს არ მოდი ესე თქვა ესადაგება. და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი და დასავლური რელიგიური გამოცდილებები, რელიგიის ისტორია, რელიგიის სოციოლოგია დავარქვათ თუ ასე შემდეგ, არის განსხვავებული და ეს განსხვავებულება ქმნის გაუგებრობებს მთელ რიგ საკითხებში.
ზოგადად სამდე უშუალოდ მართლმადიდებლობაზე გადავალ ჯერ თქვათ რა ტიპის საზოგადოება შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ძველად და რა ტიპის რელიგიური ურთიერთობები იყო. ჩვენ ვიცით რომ რაღაცა კონსტანტები ანუ მუდმივობები არსებობს სხვადასხვა საზოგადოებებში და მაგალითად ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებებში ეს იქნებოდა შუმერები იქნებოდა თუ შემდეგ უკვე ისლამის პერიოდი ხდება ისეთი პოლიტიკური დაპირისპირება სადაც ერთ მხრივ არის საეპო ხელისუფლება და მეორე მხრივ არის კლერიკალები და დღემდე ეს დაპირისპირება სახეზეა მაგალითად ბოლოს როდესაც კლერიკალებმა გაიმარჯვეს ეს იყო ირანის ისლამური რევოლუცია საერო ხელისუფლებაზე თუმცა უნდა ითქვას რომ ეს დაპირისპირება იმდენად ესე იგი დიდი ხანი გრძელდება რომ ვერ ვიტყვით რომ რომელიღაცა ერთი რადგან გაიმარჯვა ეხლა ეს გამარჯვება აუცილებლად მუდამ დარჩება. აი განსხვავებული იყო ცოტა განსხვავებული რელიგიური დამოკიდებულებები შეიქმნა ჯერ ელინისტური სამყაროში და ელინისტურ სამყაროში უნდა ითქვას რომ რელიგიურობა იყო მაგრამ კლერიკალების ანუ სამღვდელოების ქურუმების როლი არ იყო ისეთი დიდი როგორიც მაგალითად იყო აღმოსავლეთში. საქართველოს რაც შეეხება ახლა ყველა ცნობით იქნება სტრაბონის ცნობა თუ სხვა ცნობა როდესაც იბერიაზეა საუბარი იქაა საუბარი რომ ქურუმები ეს არის მეორე კასტა ხო მეორე ფენა ჩვენთან პირველი ფენა ის სამეფო ფენა მეფის სამეფო გვარი ის უწოდებენ მეორე არის ქურუმები მესამე არის მეომრები და მეოთხე არის თავისუფალი მიწათმოქმედები ხო ნიშნა და ძირითადად რა ფუნქცია ჰქონდა ეს ფუნქცია ჰქონდა საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის და როგორც ჩანს თვითონ ქართლის ცხოვრებაში ჩანს ეგ ნინოს მოსვლის დროს რომ მირიანი თავაზობს ნინოს რომ ის გახდება უზენაესი ქურუმი რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენთან ყოველ შემთხვევაში რაც ცნობაც გვაქვს ჩვენთან არის ის ცნობა რომ საეპო ხელისუფლება უფრო მაღლა იდგა ვიდრე ამ ქურუმების კასტა იყო და ეს განასხვავებს წარმოდგენებს თუ ისაც თუ რო გავითვალისწინოთ რომ არმაზი როგორც ღვთაება შეიქმნა ეს არმაზი პრინციპში ეს ფარნაოზის გაღმერთების ერთ-ერთი ელემენტი არის ხო საკუთარი თავის გაღმერთების ელემენტი არის ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ აქ იყო საეპო ხელისუფლების დომინირება ქრისტიანობამდე შესაბამისად ქრისტიანობა აქ მოდის ისეთ გარემოში სადაც საეპო ხელისუფლება უფრო მაღალია უფრო პრივილეგირებულია ვიდრე ქურუმთა კასტა და სხვათა შორის უნდა ითქვას რომ იქ სადაც ქრისტიანობა ვრცელდება ძირითადად ანუ რომის იმპერიაში იქ წარმართული ქურუმთა კასტა მაინც იყო ყოველთვის დამორჩილებული იყო იმპერატორს და ამიტომ ქრისტიანობის გავრცელება მაგალითად სპარსეთში პრობლემური იყო იმის მიუხედავად რომ გავრცელდა სპარსეთში პრობლემური იყო იმიტომაც რომ იქ კლერიკალების როლი იყო გაცილებით მაღალი ვიდრე რომის იმპერიაში და საკმარისი იყო რომის იმპერატორის შემხარეს გადმოყვანა საკმარისი იყო ეს რომ სახელმწიფო რელიგია და საზოგადოების სტრუქტურა და წმინდა წარმოდგენები შეცვლილიყო ჩვენთანაც როგორც ჩანს ცოტა ესეთი მოდელი იყო იმიტომ რომ მირიანის გაქრისტიანებით მერე იწყება გაქრისტიანების პროცესი და უნდა ითქვას რომ თავდაპირველად ეს გაქრისტიანების პროცესი მაინც არ მიიჩნეოდა მაგალითად და ეგ ჩვენ ვიცით ქართლის ცხოვრებაში არ მიიჩნეოდა ყველასთვის სასურველად და მეფეებს მოუწიათ ძალადობრივად შესულიყვნენ აი არის ცნობა რომ თაში ძალადობრივად შევიდნენ კერპები დაამსხვრეს სხვათა შორის ეგ შუა საუკუნეებში გარკვეულ თამარის დროსაც კი გავძელდა თამარის დროსაც კი ხდება თაში შედიან კერპებს ანგრევენ და ეს პროცესი არ იყო ესეთი მარტივი გაქრისტიანების პროცესი არ იყო მარტივი ამის გამინდა და ეგ ყოველთვის გვავიწყდება როდესაც ეს გაქრისტიანების პროცესზე საუბრობთ ახლა მეორე პროცესი არის უკვე ქრისტიანობის არჩევის პროცესი ქრისტიანობის შიგნით უკვე არჩევის პროცესი ახლა მთავარი პრობლემა რა იყო როდესაც შაბურმა სასანური ირანის შაჰმა მოახდინა კოდიფიკაცია ზოროასტრიზმი აქამდეც არსებობდა ზოროასტრიზმის მაზდიანური მიმართულება როგორც ახლა მაზდიანიზმი არის ზოროასტრიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა ხო
ერთი პრობლემა აქვს, ერთი პრობლემა ქონდა და სერიოზული პრობლემა ქონდა, რატომაც მე ისლამთან დამარცხდა მაზდიანები, იყვნენ ის თუ ძალიან კასტური სისტემა, ინდური სისტემის გადმოღებული ვარიანტია. და ეს როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებისთვის ცოტა რთული იყო ამის მიღება და ამიტომაც ქრისტიანობა უფრო იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ესეთი კაცრი კასტური სისტემა არ შემოყალიბებული იყო და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მაგალითად ახლა არის უკვე მტკიცებულება მათ შორის საუბარია სიონზეც, საუბარია მცხეთის ჯვარზეც, რომ მცხეთის ჯვარის მონასტერი, რომელიც დღეს გვაქვს, სადაც ეკლესიის ცენტრში არის სვეტი აღმართული. როგორ ხდებოდა გაქრისტიანება? ცენტრში ცეცხლაყვანისმლობის ტაძრებში იყო მუდმივი ცეცხლი. და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ამ მუდმივი ცეცხლის ადგილზე აღეშენებოდა სვეტი ხოლმე. და შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდი ესე იგი ბევრი მონასტერი გვაქვს, რომელიც მიიჩნევა არქეოლოგიების მიერ, რომ ეს ადრე იყო ცეცხლაყვანისმლობის ტაძარი. მაგრამ ჩვენ დავუჯერებთ ივანე ჯავახიშვილს თუ დავუჯერებთ, აქ ეგრევე არ შემოსულა მართლმადიდებლობა. და მეტიც საუბარი იყო, რომ მაგალითად ქართულ ცხოვრებაში ხდება, პირდაპირ ხდება, რომ ეპისკოპოსმა პეტრემ წინა მორბედი 4 ეპისკოპოსის ნაშრომი დაწვა, იმიტომ რომ ისინი მწვალებლები იყვნენ და ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ ესენი იყვნენ ესე იგი ორი ვერსია არის, ერთი არის რომ მანიქევლები იყვნენ და მეორე ვერსია არის რომ ესე იგი მონოფიზიტები. ის რომ მონოფიზიტობა გავრცელებული იყო საქართველოში და ის რომ გორგასალს აქვს მონოფიზიტობასთან კავშირში, ამაზე ივანე ჯავახიშვილი პირდაპირ წერდა და ის წერდა რომ მას მიაჩნდა რომ ვახტანგ გორგასალი იყო მონოფიზიტი. თუმცა უნდა ითქვას რომ დღეს უკვე სხვანაირად მიიჩნევა, მაგალითად ქართული სამოციქულო ეკლესია ეყრდნობა მხოლოდ ერთ ცნობას, ესეა გიორგი თაწმინდელის ცნობა, რომელიც ამბობს რომ ქართველები ყოველთვის მართლმადიდებელი ვიყავით. თუმცა სხვა ცნობები, მაგალითად დვინის საეკლესიო კრება, სადაც ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა და სადაც ჩანს რომ ქართველებიც იყვნენ მონოფიზიტები, მთელი რიგი ეკლესიების არქიტექტურული სტრუქტურა, ძველი ქართული ეკლესიის სტრუქტურა ჩანს რომ მონოფიზიტური წესით არის აშენებული. საუბრობს იმაზე, რომ აქ მონოფიზიტობა გავრცელებული იყო. თუმცა იგივე დვინის საეკლესიო კრებაშიც ჩანს რომ არსებობდნენ ეპისკოპოსების ნაწილი, რომელიც დიოფიზიტები რჩებოდნენ. ანუ ერთიანი პოზიცია საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა. მე შეიქმნა ესეთი თეორია, რომ არსებობდა მიაფიზიტობა იყო ის ბიზანტიაში გავრცელდა, რომ ეს იყო შემრიგებლური მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის და დღეს მიიჩნევა, რომ ვახტანგ გორგასალი არა მონოფიზიტი, არამედ მიაფიზიტი იყო, ანუ ის არ უჭერდა მხარს განხეთქილებას და ის ცდილობდა, რომ ეს ყოფილიყო, თუმცა მიაფიზიტობამ დიდხანს ვერ გაძლოდა, საბოლოოდ მოხდა მე-7 საუკუნეში ქართველებმა აურჩიეთ ესე იგი ის რაც აურჩინა დიოფიზიტობა და სხვათა შორის ეს ჩვენ ისტორიოგრაფიაში არის ძალიან ისე ზერელეთ ესე წარმოჩინებული და სომხურ ისტორიოგრაფიაში ამას აქვს ცენტრალური ადგილი უჭირავს. სომხური ისტორიოგრაფია ამბობს, რომ აქამდე კავკასიელები ვიყავით ყველა ერთი წარმომავლობის, ერთი ჯულის და სადაც ქრისტიანული ძმობის ეთიკა ჭარბობდა და ქართველებმა ამ ერთიანობას უღალატეს, ესა სომხური ხედვა. ამ ერთიანობას უღალატეს და აირჩიეს დიოფიზიტური წმენა. ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ ასურელი მამების ჩამოსვლა, რატომ იყო ქრისტიანულ ქვეყანაში ასურელი მამები ჩამოდიან, რატომ იყო მნიშვნელოვანი? ორი რაღაცის გამო. ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ სწორედ ასურელმა მამებმა საბოლოოდ განსაზღვრეს, რომ საქართველოში დიოფიზიტობა დამკვიდრდა და მეორე სამონასტრო, ანუ ბერმონაზრული ცხოვრება დაიწყო სწორედ აი ამ პერიოდიდან. ეს ზოგადი შესავალი, ანუ ჩვენ საუბრობთ მე-7 საუკუნის შემდეგ, როდესაც ყალიბდება ეს რელიგიური წარმოდგენები. ამის გარდა უნდა ითქვას, რომ თვითონ
საინტერესოა რომ კონფლიქტი, კულტურული კონფლიქტი, კულტურულ დონეზე კონფლიქტი მაზდეანოს სპარსეთსა და ქართველებს შორის იყო ემთხვეოდა იმას რომ აი ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის სიკვდილს ემთხვევა შახმა მოთხოვა გურგენს რომ დაეგრძალათ მაზდეანული წესით. მაზდეანული წესი რა არის? რომ ფრინველებს აჭრობებენ გვამს. და ესე იგი მამამისი მოკლედ ქართველებმა დაამარხეს ქრისტიანულ წესით, რამაც გამოიწვია აჯანყება, შემდეგ გამოიწვია ის რომ ქართლის სამეფოს გაუქმება და მოკლედ ის რომ ქრისტიანული წესის აღსრულების გამო სამეფო დაუკარგეთ, სამეფო ხელისუფლება დაუკარგეთ. ესაც მიანიშნებს იმას რომ უკვე მეშვიდე უკვე ამ პერიოდიდან არსებობს ძალიან ისეთი მე-6 საუკუნეში უკვე ქრისტიანობა კარგად ესე იგი გამჯდარია ჩვენ ელიტაში. ხა ვიწყებთ მე-7 საუკუნეიდან. თავარი ხა პრობლემა რა არის აქ და მე როგორ ხედავ ზოგადად რატომ ავირჩიე ჩვენ მართლმადიდებლობა. და რატომ არ ავირჩიე ჩვენ კათოლიციზმი? რატომ არ ავირჩიე ჩვენ კათოლიციზმი? პირველი მიზეზი რატომაც არ ავირჩიე ჩვენ კათოლიციზმი იყო ის რომ კათოლიციზმი არის ძალიან ცენტრალიზებული რამ. იქ შენ ავტონომიურობის უფლება უფრო მცირე გაქვს ერთი და ნიშნულოვანი მომენტია რომ ქართველებმა არჩევანი გავაკეთეთ იმაზე რომ ერთი მხრივ გლობალურ ქრისტიანულ სამყაროს არ მოწყდით, მაგრამ მეორე მხრივ ამ გლობალურ ქრისტიანულ სამყაროში ის რომელიც უფრო მეტ ავტონომიურობას იძლეოდა იმ რელიგიის ერთგული ვიყავით, ანუ იმ რელიგიის რომლის გაქართულების ვარიანტს იძლეოდა. კათოლიციზმი ამის ვარიანტს არ იძლეოდა, ის ლათინურ ენაზე აღავლენდა, დღემდე ესე არის და სწორედ ეს გახდა მიზეზი. ეხლა რატო ვახსენე ესე იგი მონოფიზიტობა, ხო? მონოფიზიტობა იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ ვახტანგ გორგასლის დროს ჩვენ მოვიპოვეთ ავტოკეფალია. და ავტოკეფალია მოვიპოვეთ ჩვენ არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, რომელიც მაშინ დიოფიზიტური იყო. არამედ ანტიოქიის საპატრიარქოდან, რომელიც იყო მონოფიზიტური. შემდეგ ეგ საკითხი პრობლემური იყო, მაგრამ ნუ ქართველებმა დავამტკიცეთ, რომ აქ ჩვენ მქონდა ავტოკეფალიის უფლება და თავარი მომენტი რა არის? თავარი მომენტი არის ის, რომ ქართული ქრისტიანობა ქართულ ლოგოს ძალიან შეერწყა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ აქ ლოგოზე, ანუ აზრზე ქართულ სოციალურ გამოცდილებას, ქართულ კულტურას, ქართულ რაღაცა ხასიათს ძალიან შეერწყა და ჩვენ როდესაც საუბრობთ მართლმადიდებლობაზე, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ხშირად ალბათ გაიგონებთ, რომ მართლმადიდებლური ცივილიზაცია არსებობს. მე ცოტა არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვისაუბრობთ კათოლიკურ ცივილიზაციას. იმიტომ რომ მაგის საერთო ნიშნები არის. მაგრამ ჩვენ თუ ავიღეთ მაგალითად ქართულ, ბერძნულ, რუსულ და სხვა ესეთ კულტურებს, ჩვენ ნახავთ რომ კი მათ აქვს რაღაც საერთო, მაგრამ მათ აქვს კიდე ბევრი განსხვავება ერთმანეთში. და ეს განსხვავება ხშირ შემთხვევაში ქმნის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთ ცივილიზაციას ჩამოყალიბდეთ. ანუ არსებობს რაღაცა მიმართება, კი ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ბიზანტიური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. იმის მიუხედავად, რომ ბიზანტიელებს ჩვენთან ძალიან დიდი როლი ჰქონდა და ბევრი რაღაცა ბიზანტიისგან გადმოვიღეთ აბსოლუტურად. მაგრამ მაინც რაღაცნაირად გამასხვავებელი ნიშნები ძალიან ბევრი ჰქონდა ბიზანტიისგან, ძალიან ბევრი ჰქონდა. თუნდაც ხელისუფლების სტრუქტურა, იმის მიუხედავად, რომ დავით აღმაშენებელი რაღაც მხრივ იმეორებდა ბიზანტიის იმპერიის რაღაცა პოლიტიკურ თეოლოგიას. მაინც განმასხვავებელი იყო ძალიან ბევრი. და ამ განმასხვავებას სჭირდება ადგილობრივი, მოდი ესე ვიტყვით, რელიგიური აგენტი, რომელიც ესე იგი გამოავლენ საკუთარ თავს. კათოლიციზმი ამის საშუალებას არ გვაძლევს. არ იძლევა კათოლიციზმის შემთხვევაში. აი მართლმადიდებლობის შემთხვევაში იძლევა. ამის საშუალებას იძლევა. აი ხა რაც შეეხება უკვე თვითონ რელიგიურ საკითხებში, როდის გახდა ძალიან ესეთი აქტუალური ჩვენთან და ზოგადად ევროპაში, ზოგადად ევროპის ცნება, ეგ იქნება ლეგოფით თუ სხვა, მიიჩნევა, რომ როდესაც არაბები გამოჩნდნენ ევროპაში, კონკრეტულად პირინეის ნახევარკუნძულზე, როდესაც ესპანეთი დაიპყრეს, ამ დროს ყალიბდება გაგება,
რომ ჩვენ ვართ ერთი სამყარო, ქრისტიანული სამყარო და იქით არის არაქრისტიანული სამყარო. ცოტა გვიან ხდება ეს, იმიტომ რომ თქვენ თუ მაგალითად მართლმადიდებელ თეოლოგიას, მაგალითად ივანე დამასკელის ის ნაშრომებს შეხედოთ, ივანე დამასკელი და ზოგადად ბიზანტიელები ფიქრობდნენ, რომ მუსულმანობა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ერესი. თალკე რელიგიათ არც აღიქვამდნენ. აი ეს განსხვავება ცოტა დასავლეთში უფრო მკაფიოდ ჩდება. და აი ამ ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირების ლოგიკიდან გამომდინარე, ყალიბდება ზოგადად ევროპის ცნებაც. ევროპის თუ კი აქამდე აი ბერძნებს ჰქონდათ ევროპის ცნება, მაგრამ ბერძნებისთვის ევროპა არ იყო ცივილიზაციური სივრცე, ევროპა იყო გეოგრაფიული სივრცე. აი ევროპა როგორც ცივილიზაციური სივრცე ყალიბდება სწორედ ისლამთან დაპირისპირების კონტექსტში. ამაზე ლეგოფის წერს და ასე შემდეგ. აი ამ დაპირისპირების კონტექსტში ქართველები აშკარად მოიაზრებდნენ, იმიტომ რომ ქართლის ცხოვრებაში ხდება ეს ტექსტები და არა მარტო ამ სივრცის ქრისტიანული სივრცის ნაწილად. და სწორედ ამიტომ, ესე იგი, ის რომ ქართული მეფეებს უნდოდათ უბრალოდ ვერ მოესწრენ და უნდოდათ ჯვაროსნულ ლაშქრობებში მიიღოთ მონაწილეობა, ჩანს ის რომ აი ამ ერთობის ნაწილად გრძნობდნენ თავს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ისინი საკუთარ ავტონომიურობას, კულტურულ ავტონომიურობას და მმართველობის ავტონომიურობას ინარჩუნებდნენ. და შემთხვევითი არ არის რომ ის წარმართული მოდელი, სადაც მეფე მაინც უფრო აღმატებული იყო ეკლესიაზე, რჩება და კათოლიკურ სამყაროში ეგრე არ არის. კათოლიკურ სამყაროში შუა საუკუნოვან გაგებით, ხო? იყო ჯერ ორი მახვილის თეორია და ამ ორი მახვილის თეორიის საბოლოო ორი მახვილის თეორია რას ნიშნავს? კაცობრიობას ღმერთმა მიცვა ეკლესია და მეფე იმპერატორი და საბოლოო კათოლიკურ თეოლოგიაში უნდა დარჩეს ერთი მახვილი. ეს ერთი მახვილი არის რომის პაპი უნდა დარჩეს საბოლოო. უნდა გაქრეს საერო ხელისუფლება. ეს იყო კათოლიკური, ესე იგი, ხედვა. აი ჩვენ შემთხვევაში მეფეს აქვს იმის უფლება, რომ დანიშნოს საეკლესიო კრება, გაუშვას ისინი, გულისხმობ რუი ურბნისის საეკლესიო კრებას, გაუშვას ისინი, ვინც მას არ აწყობს და ეს მოდელი, ანუ როდესაც ეკლესია დამორჩილებულია საეფო ხელისუფლებაზე, ქმნიდა იმ განცდას და იმ წარმოდგენას, რომ ეკლესიას ალბათ ტრადიციებიდან გამომდინარე, ჩვენი რელიგიური ცნობიერებიდან გამომდინარე, არასდროს არ მიიჩნეოდა, რომ რელიგია უნდა ყოფილიყო უზენაესი საერო ხელისუფლებაზე. ეს არის განსაზღვრელი. რატომ ბაიხა განსაზღვრელი ჩვენსა და ევროპას შორის? იმიტომ რომ ევროპაში ესე არ იყო. ევროპაში ანტირელიგიური მოძრაობა დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ რომის პაპი ცდილობდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებების როლი შეესუსტებინა, მაქსიმალურად შეეზღუდა და კლერიკარების როლი გაიზარდა. ჩვენთან ეს კონფლიქტი არ იყო. ამიტომ ორი განსხვავებული რელიგიური გამოცდილება გვაქვს და დასავლეთში, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე არის საუბარი, იქ გასაგებია რა კონტექსტში არის ეს ბრძოლა. და ჩვენ რადგან ეს გამოცდილება არ აქვს, ამიტომ ჩვენთან ეს დიქოტომია, საერო და სასულიერო ხელისუფლების დიქოტომია, არის მხოლოდ ესე თქვათ დასავლური ისტორიის გადმოტანის რაღაცა ვარიაცია, სადაც აუცილებლად ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ, რა გზაც გაიარეთ დასავლეთმა. არა და სხვა ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ესაა მთავარი საკითხი. ანუ საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვამბობ იმას, რომ ცუდი არის ის, რაც დასავლეთში მოხდა. იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში ახლა შეიძლება დღევანდელი ლიბერალიზმის მიდგომები ეკლესიის მიმართ არ მოუწოს, მაგრამ ის რასაც რომის ეკლესია აკეთებდა ევროპაში საბოლოო ჯამში არ მისცა საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში მთელი რიგი მიმართულებით განვითარების საშუალება. თუმცა მე არც იმ აზრზე არა ვარ, რომ დემონიზება მოახდინოთ, როგორც მაგას კონკრეტული ჯგუფები აკეთებენ. რომის ეკლესიამ საკმაოდ ბევრი დადებითი გააკეთა, მან შეინარჩუნა მთელი რიგი კულტურული მემკვიდრეობები, მაგრამ ის გარკვეულწილად სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელის შემშლელი გახდა. რატომ ვერ ჩამოყალიბდა საბოლოოდ აი ვალერშტაინის წერს? რატომ ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სახელმწიფო? იმიტომ ვერ ჩამოყალიბდა, რომ არსებობდა რომის პაპის ინსტიტუტი.
რომის პაპის ინსტიტუტმა დაშალა საღვთო რომის იმპერია, დაშალა ეს სახელმწიფოები და საბოლოოდ ის სახელმწიფოები უფრო სწრაფად ჩამოყალიბდა ნაციონალური სახელმწიფოებად, რომლებიც გავიდნენ რომის ეკლესიიდან. ანუ რეფორმაციის დროს, როდესაც პროტესტანტული ქვეყნები გახდნენ. და შესაბამისად აქ ნახეთ ეკლესია ამ შემთხვევაში სახელმწიფოს დამშლელის ფუნქციას ასრულებდა, ცენტრალიზებული მმართველობის დამშლელის ფუნქციას ასრულებდა. ამიტომ ცენტრალიზებული მმართველობების კი მონარქიების კი რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა, ისინიც კი რაღაცა მხრივ რომის პაპს უპირისპირდებოდნენ. საქართველოში პირიქით იყო ეკლესია ცენტრალიზებული ხელისუფლების დამხმარე ელემენტი იყო. და აქედან გამომდინარე ორი განსხვავებული რელიგიური გამოცდილება არსებობს. და ამ ორი განსხვავებული რელიგიური გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს ორი განსხვავებული ხედვა რელიგიისადმი. და ჩვენ რადგან ჩვენი თეორიები ხშირ შემთხვევაში ჩვენი ისტორიის გამოცდილებიდან არ ჩამოვაყალიბებთ და მივიღეთ დასავლეთიდან, ჩვენთან შემოვიდა ის, რომ აი ეკლესიასთან ბრძოლა პროგრესია. 100% პროგრესია. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთში თუ პროგრესი ითვლება ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, თუ პროგრესი ითვლება ის, რომ ერი შეიკრა ერთ საზოგადოებად, ერთ სახელმწიფოში და ასე შემდეგ, ეს ეკლესიასთან დაპირისპირების დროსაც მოხდა. იტალიაშიც კი, როდესაც იტალია გაერთიანდა, რომის პაპი წინააღმდეგი იყო იტალიის გაერთიანების. იტალიის გაერთიანების ერთ-ერთი ხელისჩამშლელი იყო რომის პაპი. საქართველოში როგორ ხდება? საქართველოში პირიქით საქართველოში ეკლესიის ერთიანობა, აი ავიღოთ საქართველოს ისტორია, ხო? და ისტორიას რო არ ავიღოთ, ერთ-ერთი ძველი ტექსტი არის, ესე იგი, გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელი. იქ ჩვენ ხედავთ, რომ სწორედ საეკლესიო ხელისუფლება, საეკლესიო პირები ქმნიან საქართველოს. იქ სადაც მონასტერი შენდება, ის პრაქტიკულად მომავალი საქართველოს საზღვარად იქცევა. მონასტრებს ქონდა სასაზღვრო ფუნქცია. ანუ ეს ჩვენი მონასტრები ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოს გამაძლიერებელი ელემენტები. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ საუბრობ იმ გამოცდილებაზე, როგორიცაა დასავლური გამოცდილება და გადმოგვაქვს აქ, არ მუშაობს, იმიტომ რომ არ არის ეს ეკლესია, ის ეკლესია, რასაც დასავლეთი ებრძოდა. არ არის ეს ეკლესია, ეს განსხვავებული ეკლესია. აქედან გამომდინარე, ჩვენი რელიგიური დამოკიდებულება და მიდგომები ჩემი აზრით უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული და არ უნდა ვიმეორებდეთ იმას, რაც დასავლეთში იყო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სხვისი გამოცდილება, ცუდი კაი არ არის. გადავდოთ გვერდზე მორალური შეფასება. უბრალოდ მათი გამოცდილება და ჩვენი გამოცდილება სხვადასხვა არის. ამის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რომის ეკლესია ნაციონალიზმის დამტკუნელი ელემენტი იყო. ერთი მხრივ ეს შეიძლება კარგადაც მივიჩნიოთ, იმიტომ რომ ის ცდილობდა, რომ ქრისტიანული ძმობა გაეღრმავებინა ვიდრე ნაციონალური. მაგრამ აი საქართველოს შემთხვევაში პირიქით ქართული ეკლესია იყო ქართული ნაციონალური იდეის გამტარებელი. და ეს განსხვავება არათუ არ უპირისპირდება იმ იდეას, რამაც მოდერნმა შემოიტანა, არო ერი სახელმწიფოს შექმნის იდეას, არამედ პირიქით აძლიერებს ამ იდეას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკლესიის გამოცდილება და ის, რომ ეკლესია ხშირ შემთხვევაში თქვენც ახსენეთ, რომ ეკლესია და სახელმწიფოს ინტერესები, ხო? რატომ ემთხვეოდა? იმიტომ რომ ეკლესია იდგა ამ სახელმწიფოს სამსახურში. ეკლესია კი არ მართავდა სახელმწიფოს, არამედ იდგა ამ სამსახურში. ესა და არ ქონია ვერც ერთ თეორიულ, ან ვერც ერთ რაღაც ეს მნიშვნელოვან ესე იგი ტექსტს მართლმადიდებლურს და ქართულს, რუსებს მგონი აქვთ ეგეთი ტექსტი, მაგრამ ქართულზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ვერ მაჩვენებს, სადაც ეკლესიას აქვს ეგ იდეა, რომ თვითონ უნდა იყოს გადაიქცეს მართველად. არა აქვს ეგ იდეა. და არც არასდროს არ ქონდა საქართველოში ეს იდეა. ის რომ ავტორიტეტულები იყვნენ ზოგიერთი პატრიარქი არ იყო ავტორიტეტული ჩვენ ისტორიაში, იყო ეგ პერიოდის, მაგრამ ის რომ ავტორიტეტულები იყვნენ, ეს ავტორიტეტულობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საზოგადოებას ესმოდა მისი ფუნქცია და ეს ფუნქცია ხშირ შემთხვევაში, აი, როდესაც მოდი გულახდილები ვიყოთ, როდესაც ჩვენ პატრიარქს ვაფასებთ, არა იმდენად ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარე, მე არ ვამბობ, რომ ქრისტიანული ეთიკა გადატანილი, არამედ ვაფასებთ, იმიტომ რომ როგორი ღვაწლი აქვს საქართველოს სახელმწიფოსა და ერის წინაშე.
ანუ ჩვენ სეკულარული პოზიციებით ვაფასებთ პატრიარქს და არა რელიგიური პოზიციებით, მაგის თქმა უნდა. ასეა ნამდვილად. და აქედან გამომდინარე, როდესაც შენ სხვა გამოცდილება გაქვს, სხვა ისტორია გაქვს, სხვა თეორიული ჩარჩო გაქვს, სხვა პოლიტიკური თეოლოგია გაქვს, ხო? სადაც აქ სააკაშვილის პერიოდში იყო ლიბერალები საუბრობდნენ საპატრიარქოს ფუნდამენტალიზმზე. აი სადაა საპატრიარქოს ფუნდამენტალიზმი? რაში ვლინდებოდა? რაში ვლინდებოდა? კი, შეიძლება იყვნენ რაღაცა ჯგუფები, მცირე ჯგუფები, რომლებიც ზოგჯერ არასწორად იქცეოდნენ. მაგრამ ზოგადად ეს ინსტიტუცია არ არის მიდრეკილი ისეთი რაღაცისთვის, რასაც შეიძლება ფუნდამენტალიზმი უწოდოთ. განსხვავებით, მინდა გითხრა, განსხვავებით კათოლიციზმისგან. იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც თანამედროვე მე-20 საუკუნეში ჩვენ ვიცით კათოლიკე დიქტატორები. მაგალითად ფრანკო იყო ეგეთი კათოლიკო დიქტატორი, რომელიც საშინელ რეპრესიებს ატარებდა. სად არის აბა მართლმადიდებელი დიქტატორი, რომელიც მართლმადიდებლობის გამო რეპრესიებს ატარებს? მითხართ ესეთი ისტორიაში ვინ იყო? აბა არ ყოფილა ესეთი. ამიტომ აქედან გამომდინარე ის შიშები, რასაც მიაწერენ საპატრიარქოს და ამ შემთხვევაში მართლმადიდებლურ ეკლესიას, არის არა მართლმადიდებლური ეკლესიის გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ სხვა ეკლესიების გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც არ ემთხვევა მის ბუნებას. ჩვენ კათოლიკები რო ყოფილიყავთ, ალბათ სხვა დისკურსი გვექნებოდა და ალბათ აქ კათოლიკების როლი სულ სხვანაირი იქნებოდა. მე არ ვთვლი, რომ კათოლიკებმა ცუდი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში. აი მაგალითად მიხეილ თამარაშვილის აქვს ეს ნაწერები. მიხეილ თამარაშვილის თავისებურად ესმოდა იმის, ერთი რომ კათოლიკე იყო და მას მიაჩნდა, რომ მაგალითად სვიმონი, ლევან დადიანი, ქეთევან დედოფალი ყველა კათოლიკე იყო, ასე ეს ეხედავდა. მაგრამ მე მგონი ის რომ კათოლიკებთან თანამშრომლობდნენ ეს მეფეები და მთავრები არ ნიშნავს იმას რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ. მაგრამ ფაქტი არის ის რომ ჩვენთან აი ეს მომენტი არ იყო. ეხლა მეორე განსხვავება, მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც ვერ ხედავენ ჩვენი ლიბერალები. ჩვენ რო ავიღოთ ხა რუსეთის შემთხვევა. რუსეთში კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის მართლა იყო ეს დაპირისპირება და ეს დაპირისპირება არ იყო მარტო თეოლოგიური საუბრები. ეს იყო პასუხად პოლიტიკური დაპირისპირება და მათ ომი ჰქონდათ ერთმანეთში. ეს ომი როგორც რეჩპოსპოლიუტასთან ომში გამოისახებოდა, ისე ტევტონთა ორდენი იყო, სხვა გერმანული ორდენები იყო და ამ რელიგიური შინაარსი ხშირად ჰქონდა ამ დაპირისპირებას. აი ქართველებს არ აგვაქვს გამოცდილება კათოლიკებთან დაპირისპირებით. ეს არა ჩვენი ისტორიული გამოცდილება. აქედან გამომდინარე ჩვენი იქ იყო კი, რა თქმა უნდა, აი ჩვენ რო ავიღოთ აი ეს დღევანდელი ბელარუსისა და უკრაინის ტერიტორია, იქ კათოლიკები ხშირ შემთხვევაში ცუდად იქცეოდნენ, რელიგიურ თვალსაზრისით ავიწროებდნენ მართლმადიდებლებს. მაგრამ და აქედან ისტორიული მტრობა გაჩნდა ეგ რელიგიური ხასიათის. ჩვენთან პირიქით, ჩვენთან მართლმადიდებელი მეფეები, რუსუდანი, გიორგი ბრწყინვალე ისე წერენ აი ამ რომის პაპს, რომ აი მამათი მიმართავენ და ისინი შვილები მიმართავენ და არ არის ეს განწყობა საქართველოში და ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის განხეთქილება, რომელიც იყო კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის, ქართულ ეკლესია მაინც იყო იმ პოზიციაზე წლების განმავლობაში, რომ ანუ ეს შერბილებული იყო. არა აქცენტირებას ამაზე არ აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ისაც კი რომ აი თუ კი შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთში, უბრალოდ რუსეთში ერთ-ერთი ანტიდასავლური განწყობების გამჩენი არის მართლმადიდებლური ეკლესია, მისი ისტორიიდან გამომდინარე, საქართველოში ეგრე არ იყო. მეტიც ჩვენ ხედავთ, რომ პატრიარქის ილია მეორის წერილებს ხედავთ შემთხვევაში ძალიან თერი საკითხებთან ის მიესალმებოდა დასავლეთში ინტეგრაციასაც, ხო? და ის სუვერენისტული პოზიციებიდან, მაგრამ ეს არ არის ის პოზიცია, რომ აი მე მეშენია დასავლეთთან ურთიერთობის და ეს აპრიორი მტერია. ესეთი პოზიცია არ ქონია ჩვენ. ანუ ის რასაც აწერენ იდეაში მათ რომ კარგად და ლიბერალებმა რომ კარგად იცოდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორია და საქართველოს ეკლესია.
პირიქით მოკავშირეს უფრო ნახავდნენ ვიდრე მტერს, მაგრამ რადგან ისინი იმით კი არ აზროვნებენ, ანუ ავთენტურად კი არ აზროვნებენ, სადღაც წაკითხულიდან, სადღაც წარმოდგენების შექმნიდან, სადღაც რო შეიქმნა, იმას იღებენ და უბრალოდ აკოპირებენ, აი დაკოპირების შედეგია ეს დაპირისპირება რეალურად. ხო? აქედან გამომდინარე აი ეს მომენტი, რასაც მიაწენენ ქართულ ეკლესიას, არის აბსოლუტურად ყალბი. და უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ამ სიყალბებზე და ამ რაღაცა გარკვეულწილად ქვეცნობიერ, გარკვეულწილად ზიზღზე და ამას ახლა ფსიქოლოგიზმებით ხსნი მე პირადად, მაგალითად რა არის ლიბერალის, აი ფსიქოანალიტიკურად რო გავშალოთ ფროიდიანულად, ხო? რა არის ლიბერალიზმი? ლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია დღეს არის გარკვეულწილად მამის სიკვდილის რაღაცა ვარიაცია, სადაც ავტორიტეტი, მამაკაცი, ავტორიტეტი, მამა უნდა მოკვდეს. არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში. აი მოკალი მამა ეს ლოზუნგები ალბათ ბევრჯერ სმენიათ და როდესაც არსებობს ავტორიტეტული ადამიანი საქართველოში, ინსტიტუცია, თავად მისი არსებობას კი ამ ავტორიტეტული ინსტიტუციის არსებობას კი მათ ძალიან დიდ პრობლემას უქმნის. სხვა შორის უნდა ითქვას ერთი მომენტი, რომ ეს სოციოლოგიური კვლევა იყო, რომელიც საზოგადოება უფრო ნაკლებად манипуლირებადია. ის საზოგადოება, რომელიც თუნდაც ნაკლები წერა-კითხვის მცოდნე არის, ნაკლებად არის წერა-კითხვის მცოდნე, მაგრამ საკუთარი ოჯახური ტრადიციებით ცხოვრობს და ასე შემდეგ, თუ ის საზოგადოება, რომელიც ურბანულ მასაში ცხოვრობს, აღარ გააჩნია ის რეალური სოციალური ურთიერთობები და ტრადიციები. აღმოჩნდა, რომ პროპაგანდა და იდეოლოგია მუშაობს ურბანულ სივრცეში. რატომ? იმიტომ რომ როდესაც შენ ცხოვრობ იმ რაღაც ტრადიციაში, შენ ამ ტრადიციაშენი манипуლირება უფრო რთულია. ვიდრე იმ საზოგადოების, რომელიც ტრადიცია არ აქვს. ტრადიცია რას ნიშნავს ერთეულს? ტრადიცია ნიშნავს მოითხოვს ხანგრძლივ მეხსიერებას. იდეოლოგიური მანქანა კიდე ამ ხანგრძლივ მეხსიერების პირველი მტერია, იმიტომ რომ შენ დღეს ერთი უნდა იყოს შენი მეგობარი და მეორე მტერი და ხვალე პირიქით უნდა შეტრიალებდეს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად უნდა მოგეჩვენოს შენ. და როდესაც შენ გაქვს ეს გამოცდილება, ისტორიული გამოცდილება, ეს ხალხს გიშლის მაგაში, რა თქმა უნდა გიშლის მას. ამიტომ ეს ფაქტორი არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საზოგადოებაში ეს ტრადიცია, იმიტომ რომ რომელიც ხელს უშლის ახალი იდეოლოგიის, ახალი ტრენდების შემოდინებას, ის ტრად არის აღქმული. ეს ძალიან ისეთი ბუნებრივი მომენტი. ეხლა მეორე საკითხი, ზოგადად ჩვენთან როგორც ყველაფერი სამწუხაროდ მე-19 საუკუნის შემდეგ დეგრადირდა. როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისითაც უნდა ითქვას, იმიტომ რომ ერთიანი საპატრიარქო სამწუხაროდ დაიშალა, ჩვენ ორი ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდა, სანდერუსები გააუქმებდნენ. და ისაც რომ ჩვენ გეორგიევის ტრაქტატში ეს ავტოკეფალური ეკლესიის მომხრები რას ჩავწერეთ, ეგას მეანიშნებდა, რომ იმ დროინდელ ქართველებს არ ესმოდათ საერთო საეკლესიო სიტუაცია. და ის რომ რაც მოითხოვეს, მერვე ადგილი რომ მოითხოვეს რუსეთის ეკლესიაში, მაშინ პეტრეს შემდეგ პატრიარქის ინსტიტუტი გაუქმებული იყო რუსეთში. ესაც მეანიშნებდა, რომ ქართველებს მაინც კარგად არ ვიცოდით სოფლიოში და მით უმეტეს რუსეთში რა ხდებოდა მაშინ. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამის მიუხედავად ის ერთადერთი გამაერთიანებელი ინსტიტუტი, რომელმაც მთელი რიგი მუსულმანი მეფეების მიუხედავად ისლამს იღებდნენ მეფეები. სამწუხაროდ ვერც ვახტანგ მეექვსე ვერ მოახერხა, რომ ქრისტიანი დარჩენილი იყო, მადაც ისლამი მიიღო, მიიღებდნენ მაინც ინსტიტუციურად ქრისტიანობა რჩებოდა ის, რომლის გამოც ვერ მოხერხდა ჩვენი ასიმილაცია. საუბარი იყოო იმ ბევრ საუბრობდნენ, რომ ჩვენთან ოსმალობა გავრცელდა, ყიზილბავშვობა გავრცელდა, რას გულისხმობდნენ ამით, რომ ის წესჩვეულებები, რაც მათ ჰქონდათ, გავრცელდა. მაგრამ ამის მიუხედავად ეს
კულტურა შენარჩუნდა. ამ შენარჩუნებაში მან ესე იგი მოახერხა, ესე იგი ეკლესია მოახერხა, რომ შენარჩუნებინა ეს კულტურა. და ეხლა მე მიჩნდება უბრალოდ ესეთი შეკითხვა. რაზე უნდა დავაშენოთ, რა ინსტიტუციებზე უნდა დავაშენოთ, აი მოდით ესე ვთქვათ, ათეისტები დავუშვათ, რომ ათეისტები ვართ. და გვინდა სეკულარულად ვაზროვნებთ. და გვინდა რომ რაღაცა ქართული იდეა ავაშენოთ. რა ინსტიტუცია არსებობს ისეთი, რომელიც ჩვენ იდეებს მემკვიდრეობით და რასთავარია გადაცემს და რომელიც ავთენტური იქნება ქართული საზოგადოებისთვის. აღმოვაჩენთ, რომ გარდა რელიგიური ინსტიტუციისა საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც ხანგრძლივი ტრადიციის შექმნა შეუძლია იმ ჩვენი მოსაზრებების ან ჩვენი პროექტის, რაც შეიძლება ჩვენ შევქმნათ. ამიტომ ყველა ვარიანტში ათეისტი ადამიანი საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მას ღმერთი წამს თუ არ წამს, თუ უნდა ქართული იდენტობის შენარჩუნება, ეს იდენტობა დაკავშირებულია ამ ინსტიტუციასთან და მართლმადებლურ წმენასთან. მართლმადებლობა როგორც დიდი სისტემაში მყოფი, მაგრამ მაინც ავტონომიური და ეს ავტონომიურობა, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი სისტემის ჩამოსვლის შემთხვევაში, მაგალითად კონსტანტინოპოლის დაცემის შემთხვევაში, შენ მაინც გადარჩები ამ ავტონომიურობის მიუხედავად. ანუ ერთი ცენტრზე არა ვართ მიბმული, ერთი ცენტრი რო ჩამოიშალოს, კი ბატონო, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ არსებობას. აი, წარმოვიდგინოთ ეს ძალიან ისეთი რამა, ეს მაზდიანეს მოვიდა სხვათა შორის, როდესაც ჰერაკლემ აღარ მახსოვს რომელ ქალაქში, მე მგონი ბაბილონი არ იყო, სხვა ქალაქი იყო, როდესაც ჩააქრო მუდმივი ცეცხლი. როგორც კი ჩააქრო მუდმივი ცეცხლი, მალევე როდესაც ესე იგი არაბები გამოჩნდნენ, ვერ გაძლო, მაზდიანობა ვერ გაძლო. ტერიტორიული რელიგია აღმოჩნდა ეს და იმიტომ. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ მექარო ვიღაცამ აიღოს, განადგუროს ის შავი ქვა ყველაფერი, ეს რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება ისლამურ სამყაროსთვის. მაგრამ აგერ იერუსალიმი აიღეს, კონსტანტინოპოლი აიღეს, მაგრამ არაფერი. ეს რწმენა იზრდება, ეს რწმენა არცად არ ქრება. და როგორც რელიგია უფრო სიახლოსუნარიანია ვიდრე ტერიტორიული რელიგიები. ესეა ჩვენთან ახლა სამწუხაროდ ბევრი ეკლესია განადგურდა საქართველოში, მაგრამ ვერც ერთ ეკლესიის განადგურება ვერ გააქრო ჩვენი რელიგია. ამიტომ ესაა შემოწმებული ინსტიტუცია, რომელსაც ჩემი აზრით სჭირდება რაღაცების დამატება. მაგალითად რისი დამატება, მე როგორ უყურებ ამას. და ამაზე საუბარი იყო საპატრიარქოში, რომ ეხლა რადგან ჩვენ გლობალიზებულ პერიოდში ვცხოვრობთ, ეკლესია უნდა იყოს ის ინსტიტუცია ქვეყნის გარეთ, რომლის ირგვლივ ქართული დიასპორები შეიქმნება, შენარჩუნდება ქართული იდენტობა, არ მოხდება ასიმილირება ადგილობრივ მოსახლეობაში და რომელიც ემიგრანტებში, მეორე, მესამე, მეოთხე თაობის ქართველებში დატოვებს ქართულ იდეას და შეენარჩუნებს ქართულ იდეას. ეს გამოცდილება ქართულ ეკლესიას არ აქვს. არ აქვს, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი ერისთვის ახალი გამოცდილებაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ეხლა ახალი იდეების აწყობა შეიძლება. და აქედან გამომდინარე, იმის ნაცვლად, რომ ამაზე ვფიქრობდეთ, შემოდის რაღაცა ისეთი წარმოდგენები, ისეთი იდეები, რომელიც რატომღაც ესე იგი საპატრიარქოს უნდა დაუპირისპირდეთ. მოდი ესე ვთქვათ, არის თუ არა საპატრიარქოში პრობლემები, რა თქმა უნდა არის. სად არ არის პრობლემები, რომელი ინსტიტუციაში არაა პრობლემები. მაგრამ ჩვენ რას შვებით? საპატრიარქოს როგორც ინსტიტუციას ვებრძვით თუ საპატრიარქოს როგორც მის რაღაც გამოვლენებებს, მარკიერ მხარეებს ვეწინააღმდეგეთ. მარკიერ მხარეებთან დაპირისპირებას რატომ უდგანან სათავეში, მაშინ ვინმე მომეხსნათ ეს, რატომ უდგანან ის ადამიანების სათავეში, რომლებიც ლიბერალური იდეოლოგიის რაღაცა აგენტები არიან. და რატომ არის რომ ეს ინსტიტუცია, ეს დაპირისპირება რაღაცნაირად ახალ ქართველი ერის ჩამოყალიბება, პოლიტიკურ ქართველი ერის ჩამოყალიბება, ლიბერალურ ქართველი ერის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. იმიტომ უშლის ხელს, რომ
გარკვეულწილად ისტორიაზე მიგვითითებს. ჩვენ ისტორიულობა შემთხვევით ხომ არ არის რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ პიარი გადავიდა იმაზე რომ 2013 წლის შემდეგ იწყება საქართველოს ისტორია. რატომ? ისტორიული მეხსიერება არის პრობლემა. ისტორიული მეხსიერება არის პრობლემა. ისტორიული და პირადი მეხსიერებაც როგორც ესეთი. გამოგონილი მეხსიერება ძალიან მარტივია. ახლა განსხვავებას ვამბობ. რატომ არის რომ ბევრი ადამიანისთვის საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობა არის პრობლემა. იმიტომ რომ მისი ცოცხალი მეხსიერება მათ ნარატივს უპირისპირდება. ერთი რომ გეუბნება რომ აქ ტოტალური რეპრესიები იყო, ის გეუბნება კაცო, არა მე მოსკოვში ჩავდიოდი, ვერთობოდი და სულ სხვა რაღაცას ამბობს. ეს ქმნის ბზარს იმ ნარატივში. ბზარს ქმნის ამ ნარატივში. ამიტომ რა არის საჭირო? ცოცხალი მეხსიერების სიკვდილია საჭირო. იმიტომ რომ და იმისთვის რომ საბოლოო ჯამში თქვენ შეკითხვაზე რატომ არის ეს კონფლიქტი, თუ გინდათ გავშალოთ ეს საკითხი, არის ის რომ მეხსიერებისთვის ბრძოლა მიდის. წარსულის გადაწერისთვის ბრძოლა მიდის და ამ წარსულის გადამწერის ინსტიტუცია ნახეთ ქართული ინტელიგენცია განადგურდა. ფუნქცია დაკარგული ინტელიგენცია, არანაირი ძალა არ აქვს, ადრე ქონდა ეს ძალა, განადგურდა. სახელოვნებო სივრცეში ავტორიტეტები, კიდე მოხიკანებივით შემორჩენილები არიან ვიღაცები, მაგრამ დაღმავლის პროცესში არის და მოწყვლადია. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც შეინარჩუნა ამ მძიმე პერიოდში საკუთარი რაღაცა სიმყარე, აღმოჩნდა საპატრიარქო. და ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შენ რაღაცა უარყო რაღაცა გამოცდილებები. და ახალ პოლიტიკურ ერს ჭირდება ძველი გამოცდილებების ჩარეცხვა. ახალი პოლიტიკური ერის როდესაც გულისხმობ იმას, რომ მათი მიზანი იყო, რომ შექმნილიყო რაღაცა ისეთი გამაერთიანებელი ცენტრები, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მაგალითად, ევროკავშირი, ხო? ევროკავშირი უნდა გამხდარიყო ის რელიგიური, ჩვენ და ხო ევროკავშირი რელიგიური კატეგორიაა და არა პოლიტიკური კატეგორია. ჩვენ ხო მაგათ ამას რელიგიური კატეგორიით უყურებდით, ხო? ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა ეს რელიგიური კატეგორია, ჩვენთვის ყოველთვის იყო პოლიტიკური კატეგორია და მე ვხედავ მის პლუსებსაც და მინუსებსაც და პრობლემა ყოველთვის ქონდა ის რომ მინუსებს როდესაც ვხედავდი ამაზე ქმის დროს ვიღაცები იძახდნენ რომ რაღაცა რუსეთის ნარატივზე ვარ და ასე შემდეგ. და ეს პრობლემა ძალიან ესეთი სერიოზულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ და რატომ მე ათეისტებიც რომ ვიყოთ, მოდი ესე ვთქვათ, ათეისტებიც რომ ვიყოთ, ერთი რაღაც უნდა ვაღიაროთ, რელიგიური რწმენის ადგილი არ არის ისეთ არის ეკლესიაში და რელიგიურ ინსტიტუციებში. არ შეიძლება რელიგიური რწმენა გადავიდეს პოლიტიკურ რაღაც ინსტიტუციებზე, რაც იწვევს დამახინჯებას და დეგრადაციას. ასე ნამდვილად. არ შეიძლება 64-ის ჩანაცვლება მოხდეს ევროკავშირით. ეს როგორც კი მოხდება, 64-ის იდეა ირყნება თავისთავად. და თვითონ ათეისტისთვის ეს ყოფილი კომფორტულია საბოლოო ჯამში, რომ რელიგიურ რწმენა წარმოდგენები იყოს რელიგიურ საზღვრებში და არა მის მიღმა. მის მიღმა როგორც კი გაიტანეს ლიბერალიზმი, ეხლა მეორე ნაწილზე გადავარ ზოგადად ლიბერალიზმის თეორიაზე. არის ემილიო ჯენტილი, ესეც ჩემი საყვარელი სოციოლოგია. მას უწერია პოლიტიკური რელიგიები დემოკრატიაში და ტოტალიტარიზმში. და ის საუბრობს, რომ რუსოს ეს პირდაპირ უწერია და განმაცხადებს, რომ ისინი საუბრობდნენ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო რელიგიაზე. არსებობს სახელმწიფო რელიგია და სამოქალაქო რელიგია. რუსო საუბრობს პირდაპირ, რომ საჭირო იქნება, რომ ახალი რელიგიური დოქტრინები შეიქმნას, რომელიც პოლიტიკური რადგან უნდა დაშენდეს ეს ბუნებრივი ადამიანის უფლებების დეკლარაცია. რელიგიურ პოლიტიკის ან ნახეთ ყოველთვის არსებობდა შუამდინარეთიდან ძველი პერიოდიდან, როდესაც რელიგიის პოლიტიზირება ხდებოდა. ყოველთვის არსებობდა. როდესაც მაგალითად საკრალური სახე მიიღო, საკრალური სახე მიიღო მაგალითად მონარქიამ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ
რა არის რელიგიის პოლიტიზირება? ეს ნიშნავს იმას, როდესაც პროფანული, ანუ რასაც არასდროს არ ქონდა რელიგიური ხასიათი, ის იღებს საკრალურ ხასიათს. ანუ როდესაც მაგალითად აი კონსტიტუცია, ეხლა შეიძლება ამერიკელებისთვის კონსტიტუცია ერთი იყოს. რაღაცის კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენთვის ეგრე არ არის ეს, ხო? კონსტიტუცია ვერ იქნება საკრალური ჩემთვის. მე იმას არ ვამბობ, რომ უნიშნელო არის, მაგრამ საკრალური ხასიათი ჩემ ცნობიერებაში არ აქვს მას. ამის გარდა ისაც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ორი სახის ერი, ხო? ერთი არის ორი სახის ნაციონალური ნარატივი არსებობს. ერთი არის პოლიტიკური იდეის ირგვლივ გაერთიანებული და მეორე არის ლიტერატურული ერები არსებობს. ხა ჩვენ რო ავიღოთ რა უფრო მნიშვნელოვანია ქართულის ვეფხისტყაოსანი თუ კონსტიტუცია? ქართული გეტყვის რომ ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ამერიკელისთვის კონსტიტუცია არის მნიშვნელოვანი. ხო, ჩვენ სწორედ ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო შეიძლება დროებით დავკარგოთ კიდევათაც. იმედია ყველაფერს გავაკეთებთ რომ არ დავკარგოთ, მაგრამ თუ დავკარგათ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, იმიტომ რომ სახელმწიფო აღდგება. და თუ ჩვენ იდენტობას დავკარგათ, ვერანაირი სახელმწიფო ვერასდროს ვერ აღდგება. აქედან გამომდინარე, თავარი პრობლემა ყოველთვის ჩემი აზრით იყო იმაში, რომ ჩვენ დიდი ხანია სარკეში არ ვიყურებთ. ჩვენ ისტორიას არ ვიყურებთ და სხვისი მაგალითებით ვჯელობთ. შეკითხვა რო იყოს რა ცუდია სხვა ადამიანი კი ეხლა მაგალითად მე რო ბრედ პიტად მინდოდა თავის წარმოჩენა. ცუდი არაა ბრედ პიტობა, მაგრამ არა ვარ ბრედ პიტი. ვერ ვიქნები ბრედ პიტი. ცუდი არ არის. შეიძლება დავემსგავსო, შეიძლება გავიკეთო რაღაცა პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ვიქნები მისი მახინჯი კოპიო. და კოპირება ამ შემთხვევაში, აი როდესაც ესა სიმულაცია. ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში, ესა თავი პრობლემა. და სიმულაციაში აზრი არ ჩნდება. ამიტომ არის ჩვენთან ყველა არა მეინსტრიმული აზრი განდევნილი იყო წლების განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ მთელი ერი გადავერთეთ ამ სიმულაციაში. ვასაღებდით იმათ თავს, ვინც არა ვართ. ჩვენი მთელი 30 წლიანი ისტორია არის ის, რომ იმათ ვასაღებთ თავს, ვინც არა ვართ. და ეკლესია რას გეუბნება? გაიხსენე ვინ ხარ საბოლოო ჯამში. და აი ეს შეხსენებას კი ესეთ სიმულაცია მყოფ ადამიანისთვის დიდი დარტყმაა. დიდი დარტყმა, ფსიქოლოგიური დარტყმა, იმიტომ ჩვენ ახლა აი თქვა ნამდვილობაში ხო არ გვინდა როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროპელობაზე ხო. რა გვინდა რომ ჩვენ დაგვინახონ როგორც ევროპელი. ჩვენ ხედავთ ჩვენ თავს რა ვხედავთ. იქნებ სარკეში რო ჩავიხედოთ, სულ სხვა რაღაცა დავინახოთ. იქნებ უკეთესი დავინახოთ. იქნებ ისეთი დავინახოთ, რომ ჩვენი გზა ვიპოვოთ. იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა საზოგადოებას აქვს საკუთარი განვითარების სწორი გზა. და ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. იმისთვის შეიძლება ერთისთვის შეიძლება 60, მეორეთვის შეიძლება ჯოჯოხეთი იყოს. და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ადრე სტატიას გქონდა დაწერილი სიმულაციაზე, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ აზრი არ იბადება, იმიტომ რომ სიმულაციას რა შეჭირდება აზრი? სიმულაციას სჭირდება მორჩილება და დაკოპირება, გამეორება, გარეგანი დაკოპირება. ანუ როდესაც ჩვენ მთელ რესურსს დებთ იმაში, რომ გარეგნულად დავემსგავსოთ და არასდროს არ ვამახვილებთ ყურადღებას შინაგანად ვინ ვართ ჩვენ, არ მახვილდება ამაზე ყურადღება. არ იქნება კულტურაც. ამიტომ ჩვენ კულტურას კარგავთ. ვეღარ იქნება ვერაფერი. კულტურა რაში გამომდინარეობს, როდესაც შენ გამოცდილებას, შენ თავისკენ ახარ მიმართული და შენ გამოცდილება გამოგაქვს რაღაცა ხელოვნებაში, რომელიღაც სფეროში. ჩვენ გვეშინია ამის. ამის ყველაზე კაი ვარიანტი იყო, ალბათ თქვენ მაშინ იმყოფებოდით საქართველოში, პირველ სტერეო რო იყო ინგლისურენოვანი სიმღერების რო ქართულად ღეროდით. ანუ ქართულს კი არ ქმნიდით, არამედ ვიღებთ უკვე მათს და გვაქართულებთ. ეგ შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ ქართული არ არის. ქართული სიმღერები არ იყო საბოლოო ჯამში. სიმულაციური პროცესი იყო. და მე მაქვს ჩემი აზრით, რატომ იყო საბჭოთა კავშირში რატომ ქმნიდით. ერთი ის რომ რაღაცა რესურსი იყო და მეორე ის რომ ჩვენ რუსებთან მიმართებაში ქონდა ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვიყავით და ამ განსაკუთრებულებაზე
კონცენტრირებით ჩვენ ვეჯიბრებოდით რუსებს. ეხლა ჩვენსა და გერმანმა პირობითა გერმანას შორის ეს არა შეჯიბრებითობა. ესა დამონების ფსიქოლოგია. ჩვენ რომ ევროკავშირში შევდიოდით იმ ცნობიერებით რომ მე ეხლა გერმანასაც ვაჯობებ, იმაზე უკეთეს შექმნი, ამაზე უკეთეს შექმნი, არ შევდიოთ ამ ცნობიერებით. ესაა ჩემთვის პრობლემა, თორე ის კი არა ევროკავშირში შესვლა არ შესვლა კი არა ამ შემთხვევაში. ბატონობი აქ ერთ ჩასწორებას უბრალოდ ევროკავშირი ახსენეთ. აი რამდენიც მართებულია და საერთოდ რამდენიც სწორია ის დამოკიდებულება რომ ჩვენ ევროკავშირში შევართ, მაგრამ შევალთ ჩვენი სახელი, ჩვენი ტრადიციით, ჩვენი მოტყობით, ჩვენი ჩვეულებებით და ასე შემდეგ და იქნებ ეს გარემო საერთოდ არ არის აღსაქმელად რომ ჩვენი ეს ტრადიციები და ჩვენი მე და ეს ქართველობა შევიტანოთ და რაღაც შეიძლება თავშივე ეს არასწორი ფორმულირება იყო, ანუ არასწორი მიდგომები, არასწორი მოლოდინები, იმიტომ რომ მართლაც 33 წელი გავიდა უკვე და ჯესტი ვესად ვერ შევედით და როცა მცდელობა ჰქონდა შესულიყავით, ოღონდ ჩვენი პირობით, ჩვენი სახელით, ჩვენი დროშით, მე დროშას უკვე გულისხმობა არა როგორც ფიზიკურ სიმბოლიკას, არამედ სულ გულს ჩვენს იდეას არსად ადეკვატური მიღება არ გამოვიდა. ევროკავშირს რა შეეხება, ნუ ჩვენ მაგალითები გვაქვს, რომ ესე შესვლა შეიძლება, მაგალითად პოლონეთის მაგალითი გვაქვს. მაგრამ პოლონეთის მაგალითი სჭირდება სხვა დამოკიდებულება ევროპის მიმართ. პოლონელები ძალიან ისე იყვნენ გერმანელების მიმართ ისტორიული ტრობა აქვს და შეჯიბრებითობის ვარიანტი ქონდა და საკუთარი მოთხოვნები თვითონ დაუწესეს შეიძლება შემთხვევაში. პოლონელები მაინც ევროპული ქვეყანა იყო, თან კათოლიკები იყვნენ და ანუ საერთო ბევრი ქონდა და ჩვენ ხო საერთოდ უცხოს ხვეული ვართ აი ამ სამყაროსთვის. კი ბატონო, აქ მოდი ესე ვთქვათ, აი ჩვენთან პრობლემა არის ის ჩვენ საკუთარი თავის განსაზღვრების პრობლემა გვაქვს სერიოზული. იმიტომ რომ ერთი მხრივ აი რეგიონი ავიღოთ, ვის გავართ, ვინ ვართ. აი რო შევხედოთ ახლა ახლო აღმოსავლეთი ყველა გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს ხო ჩვენთან. ახლო აღმოსავლეთის ტიპის საზოგადოება არა ვართ. ახლო აღმოსავლეთის ტიპის საზოგადოება რა არის, ეგაც ახსნათ. ახლო აღმოსავლეთის ტიპის საზოგადოება ძალიან პრიმიტიულად, ძალიან ესე ვთქვათ, გაუბრალოებულად რო ახსნათ, არის ის რომ ერთი კაცი არის თავში და ყველა მისი ესეთი ესე იგი მონა. ჩვენთან ამის შექმნის ცდილობა კი იყო, მაგრამ საზოგადოებამ ეს ვარიანტი ვერ მიიღო. ბევრჯერ იყო ამის შექმნის ცდილობა. ანუ ვერ იტანს ვერც ალიევისნაირ მმართველობას ჩვენთან, მით უმეტეს სადამ ჰუსეინისნაირ მმართველობას, სააკაშვილი ვერ ავიტანეთ. რომელიც ფორმალურად ცდილობდა რომ დასავლური ტრენდებში ჩამჯდარი იყო და დემოკრატობანას თამაშობდა. სააკაშვილი კი არა შევარდნაძე ვერ ავიტანეთ, იმიტომ რომ ბოლოს ისიც რომ გადავიდა უკვე ავტორიტარიზმის გასწოდა ადგა და ფაქტობრივად დემოკრატიის ღირებულებებზე, ნუ ყველაზე კარგი გაგებით უარი თქვა, ისიც კი ვერ ავიტანეთ. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთის საზოგადოება არა ვართ. არა ვართ, ტიპოლოგიურად არა ვართ. ახლა შევადაროთ მეორე საზოგადოება. ახლა კი ამობენ რომ კავკასია რა არის არ მესმის იმართლე გითხრათ და რას გულისხმობენ მე მესმის რას ნიშნავს კავკასია მაგალითად რა ვიცი მე-7 მე-8 მე-9 მე-10 მე-11 ეს არის ქართული ცენტრული სამყარო სადაც ქართული ენა ქართული დამწერლობა ქართული კულტურა შედის სხვა გადანარჩენთან ეს მესმის რასაც ნიშნავს სადაც ქართული კულტურის დომინაცია არის და ისინი არიან შეკრულებით საქართველოს ირგვლივ ეს მესმის მაგრამ იმის შემდეგ იმდენი ისტორიული ცვლილებები მოხდა რომ კულტურულად რელიგიურად სოციალურად იმდენად განსხვავებულები ვართ რომ ვერ ვიტყვით რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ არ გავს ქართული და ჩეჩენი ერთმანეთს არ გავს ქართული და ჩეჩენი ერთმანეთს კადიროვიზაცია ჩეჩნეთში შეიძლება იმ ტიპის საზოგადოება შეიძლება საქართველოში ну რა ვიცი თუ ისეთი რეპრესიები არ მოხდეს საშინელი რეპრესიები და სისხლი არ დაიყუროს ეგეთი რაღაცა წარმოუდგენელი მგონია არც იმას არ გავართ რა ქვია აზერბაიჯანელებს არ გავართ არც სომხებს პრინციპში მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქრისტიანი მეზობელია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ სხვა მაინც სხვა
მარტო ტრადიციებზე არა, იდეაც კი სხვა გვაქვს. სომხებს ყოფი ცხოვრებაში ალბათ უფრო გავართ ვიდრე ჩეჩნებს და ვიდრე აზერბაიჯანელებს ყოფი ცხოვრებაში. მაგრამ საბოლოო ჯამში მათი დამოკიდებულება ისტორიისადმი, მათი დამოკიდებულება წარსულისადმი, მათი დამოკიდებულება მაინც სხვანაირია. განსხვავებულია. მე არ ვამბობ ისეთ განსხვავებებზე არ ვამბობ, მაგალითად როგორც ფრანგსა და ესპანელსა აქვს. ესეთ განსხვავებებზე არ ვამბობ. მე ვამბობ ისეთ განსხვავებებზე, რომ სხვანაირად წარმოგვიდგენია ჩვენი სოციალური სტრუქტურაც კი, მე ეგრე მგონია. სოციალური სტრუქტურაც კი სხვანაირად წარმოგვიდგენია. ხა მით უმეტეს, ალბათ ყველაზე მეტად ვისაც გავართ, იმებს ვწრობთ ამ შემთხვევაში, წრული დამოკიდებულება გვაქვს, იმიტომ რომ ისინი უფრო ჩვენ კი არ გავართ, ისინი უფრო გავართ. გულისხმობ ოსებს ამ შემთხვევაში. პრინციპში გაქართველებულები იყვნენ დიდწილად ის საშინელი კონფლიქტები არ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მე არ მესმის რას ნიშნავს, ანუ კავკასია არ არის ცივილიზაციური კოდის ამ შემთხვევაში ეხლა ამ წამს მატარებელი. ანუ კვლავ გავიმეორებ, ისტორიულად იყო და ეს იყო ქართული კულტურის დომინაცია, მაგრამ ეხლა რა არის კავკასია? არ ვიცი, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კავკასიის არაბიზაცია მიდის, სახელებსაც შეხედეთ, ხო? აი სულ არ იცნობთ UFC-ს სახელებს შეხედეთ. ხო? არაბიზაცია მიდის, კულტურული არაბიზაცია, სერიოზული. რელიგიური და გეოპოლიტიკურად სულ სხვა მიზნები გაქვთ, ვიდრე შენ გაქვს ეს მიზნები. ანუ ერთი მიზანიც კი არა გაქვთ. და ესეთი პატარა რეგიონია, ამხელა წინააღმდეგობები, ამხელა სიჭრელეა და როგორ შეიძლება განსაზღვრო ეგ როგორც ცივილიზაციური ვექტორი, ვერ განსაზღვრო როგორც ცივილიზაციური ვექტორს. ანუ მე კავკასიელი ვარ, ეს თავშივე შეცდომაა. გარდა გეოგრაფიული ცნების, ანუ ბუნებრივი. გასაგებია ჩემთვის. თუ იმას გულისხმობს, რომ მე მინდა მე-13 საუკუნის რეალობის დაბრუნება, ესაც გასაგებია, მაგრამ აღარ არის ეგ მე-13 საუკუნის რეალობა. ხო. და ამის გარდა შემთხვევითი არა, ორჯერ ქონდა ომი და ორივეჯერ ჩილოკავკასიელები ძირითადად ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ და შემთხვევითი არა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური მიზნები იმათ სხვა აქვთ. მათ შავ ზღვაზე ჭირდებათ გასასვლელი, მათ აფხაზეთი არ ჭირდებათ საქართველოს შემადგენლობაში. არავინ არ იფიქროს, რომ ეს მარტო რუსების მოწყობილი იყო. რა თქმა უნდა, რუსები დაეხმარნენ. რუსები ყველას დაეხმარნებიან, ოღონდ ერთმანეთი დავჭამოთ. ეს ლოგიკა იქნება. მაგრამ ეს შინაგანი ნებაც რო იყო, ეს პოლიტიკური პროექტის ნაწილიც რო იყო. აი ეს არის უბედურება კი. აქედან გამომდინარე, გვაქვს ანუ ეს მომენტიც არ არის. ყველაზე ისეთი, ანუ რუსებთან იმის მიუხედავად რომ მსგავსი სოციალური ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, ნუ საბჭოთა კავშირში იქამდე რუსებთან ცარისტულ რუსეთთან დიდი ხანი ვიცხოვრეთ. ტიპოლოგიურად მაინც განსხვავებული საზოგადოებები ვართ. კი შეიძლება უფრო გვესმის, ეგ თანაცხოვრებიდან უფრო გასაგებია, მაგრამ ტიპოლოგიურად ახლა განსხვავებული საზოგადოებები ვართ. აქედან გამომდინარე, კი ძალიან განსხვავებულები ვართ მიუხედავად იმისა, რომ ერთმორწმუნეები ვარ და ზოგი ამას ცალკე კურსს ავლავს, რომ ერთმორწმუნე და აქედან გამომდინარე ახლა რა ხდება? ის ვისთანაც უშუალოდ შეხება გვაქვს, ვისთანაც უშუალოდ კონტაქტს ვამყარებთ. კარგად ვხედავთ, რომ მათგან განსხვავებული ვართ. მაგრამ ამის გარდა იქნება ალტერნატიული წარმოდგენა, წარმოსახვა, როგორც წესი, ეგეთი წარმოსახვები იქნება იმ დროს, როდესაც უშუალო კონტაქტი არ აქვს, ესეთი აქტიური, კი შეიძლება ტურისტი ჩამოვიდეს რაღაცა გითხრას, რომ ლამაზია საქართველო და კარგი სიტყვები გითხრას, რაც გაკლია მეზობლებისგან. მეზობლები ნაკლებად ამბობენ ამას. ამიტომ იქნება წარმოსახვა, რომ შენ ამ სივრცის ნაწილი კი არა ხარ, შენ ხარ სხვა სივრცის ნაწილი. და აი თქვენც ახსენეთ, თქვენი გამოცდილებაც ახსენეთ, რომ ალბათ ყველაზე მეტად ის მოლოდინსა და რეალობას შორის აცდენა ყველაზე თვალშისაცემი თქვენ გექნებოდათ და ეს საგრძნობელი იყო და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რომ ბატონო კრირო მორალური კრიტერიუმები, ზნეობრივი კრიტერიუმები, ალბათ ეს კიდევ უფრო რაღაცა მაღალ ფარდოვნებაში გადავალთ. აი ყოფით დონეზე საერთოდ საზოგადოებაში არ არსებობს ქცევის ბარიერები. ხვდებით ხო?
ანუ იმდენ რამის დაშვება შეიძლება იმდენ რამის ადლებენ თავისუფლებას, რომ აი ჩემთვის მიუხედავად იმისა, მე როგორ ჩამოვედი 59 წლის მამაკაცი ვიყავ, წარმოიდგინეთ, ჩემს ცნობიერებაში რა უნდა მოხდარიყო ისეთი, რომ ვაფშე რაღაცა ძირეული ცვლილებები ყოფილიყო, მაგრამ საერთოდ არ აქვს, აი ბარიერი ყოფი ცხოვრებაში საერთოდ არ აქვს. და ფიქრობდი, რატო არიან ეს? ნუ თუ ეს კულტურული კოდის ნაწილია, მაგრამ რა კულტურა, ახლა ნიუ-იორკი ყველაზე კოსმოპოლიტური და ყველაზე ჭრელი და მრავალფეროვანი და მართლა თუ სადმე ინტერნაციონალიზმია ამ ქალაქშია, მაგრამ მე მივხვდი რა როგორც იქცევიან, აი ყოფით დონეზე, 2 წელი რო გავიდა 3 წელი. საერთოდ არ აქვს მცნება. ანუ ყველაფერი იწყება, აქვე მთავრდება, 5 დღე არის დაუშვათ, ეს არის რუტინა ჯაფა და წმინდა 2 დღეა შაბათი კვირა. შაბათ კვირას ახდენს ყველაფერ თავის შიდა სამყაროს გამოვლინებას, დემონიზაციამდეც კი. ხვდებით? ანუ დამთავრდა სოფხედველობა. და მე საბოლოო ჯამში რაც უფრო დრო გავიდა, მივხვდი ეს რატომაც ხდება. იმიტომ რომ საერთოდ არაფერი სულიერი არ აქვს. ღვთაებებზე და რაღაც თავი დავანებოთ. აი სულიერი ნაწილი აქვს აბსოლუტურად გამოცვლილი. აი რაც ვებძანეთ, აი პლატფორმა, საფუძველი, რაზეც დგას სახელმწიფო საზოგადოების საყრდენი, აბსოლუტურად არ არის. ის არის მე ეგრე უყურებ, რომ რადგან ჩვენ გვაქვს იდენტიფიკაციის პრობლემა. აი მაგალითად იტალიელისთვის ხო, ის იტყვის აი ის იტყვის რომ მე მაგალითად რომაელი ვარ, იტალიელი ვარ, ევროპელი ვარ. ხარდო შეუძლია თქვას მე ვარ რა ვიცი, თბილისელი, ქართველი, მაგრამ აი მე უკვე შემდეგ საფეხური გვიჭერს. აი შემდეგ საფეხური გვიჭერს, ვინა ვართ შემდეგ უკვე, აი ქართული შემდეგ ვინა ვართ. ეს ძალიან გვიჭერს. ეხლა რადგან ობიექტური მიზეზების გამო ჩვენ გვინდა რაღაც სამყაროს მოწყდეთ, ახლო აღმოსავლეთ სამყაროს რომ მოწყდა, გვინდოდა და ასე შემდეგ ერეკლეს რომ უნდოდა სპარტული სამყაროსგან მოწყდა, ეს ჩვენთვის გასაგები და ბუნებრივია. გვინდა მოწყდეს. მაშინ რაღაც სამყარო უნდა არსებობდეს ალტერნატივა, რომლის ნაწილის უნდა იყო. ევროპა ამ შემთხვევაში რაღაცას გთავაზობდა, როგორც კულტურული ცენტრი. მაგრამ საქმე ის არის, რომ რაც უფრო დრო გადის, ეს განსხვავება მით უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. და არსებობს 2 დამოკიდებულება ამის მიმართ. ან 3, ესე ვთქვათ. ერთი არის აი ესეთი, მოდი ჩვენი იდენტობაზე ყველაფერზე უარი ვთქვათ, ოღონდ გქონდეს აი ეს ევროპელი, ან მთლიანად შევერწყათ აი ამ სივრცეს. აღარაფერი აღარ დავიტოვოთ ჩვენი, მთლიანად შევერწყათ ამ სივრცეს. კი ბატონო, ესაც არის ვარიანტი, მაგრამ ნუ ისეთი ვარიანტია, გულით ხდება იმ 2500 წლოვან რაღაცა ყოველ შემთხვევაში რაღაც ისეთ კულტურაზე, რომელიც გაგაჩნია. ანუ ეგ კულტურა დაიკარგება უბრალოდ და ვეღარ განვითარდება და მე არ გონია რომ რაღაცა მე ფასეული შეიქმნას აქ. მეორე ეს არის ეს ამ პოზიციაზე არ ვეთანხმები. ამ ხშირად ხდება რომ აი ყველაფერი რო ეშინიათ ხოლმე, ყველანაირი სულ შიშებში რომ არიან, აი და სულ აი ქართველებს განადგურებენ და აი ეს მეორე პოზიციაც რომ მაგ პოზიციას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ყველანაირი სიახლე და ყველანაირი სხვა სახე და ყველანაირი რაღაცა ცვლილება რომ შიშთან დაცემასთან არის დაკავშირებული, ესაც ჩემი აზრით არის რაღაცა ტრამვის ნაწილი და გადასალახია. არსებობს ერთ-ერთი გზა. თუ ჩვენ მაშინ შეიძლება აღვიქვათ მართლა ევროპელებად თავი. თუ ჩვენ იმის რესურსი გვექნება, რომ ევროპულ კულტურაზე მოვახდინოთ ზეგავლენა. საბჭოთა ცივილიზაციაზე ჩვენ ზეგავლენას ვახდენდით. ყველა დონეზე ვახდენდით. კულტურულ დონეზე ვახდენდით, პოლიტიკურ დონეზე ვახდენდით, პოლიტიკური წამყვანი პოლიტიკოსები ყავდა, ნუ რაღაც პერიოდში ყავდა, რაღაც პერიოდში შეიძლება არ ყოლია ეს, მაგრამ ის რომ ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორები იყვნენ ქართველები იმ სისტემის, ეს ფაქტია. კულტურაზე ყოველთვის იყო ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ხო? თუ ჩვენ აი ეს ავიღეთ, ანუ ეს შემოწმებადი შეიძლება ყოფილიყო, უბრალოდ ეს არ გავაკეთეთ. რამდენად შეგვიძლია ევროპულ კულტურაზე ზეგავლენას მოხდენა. და მე ვერ ვხედავ ამის რესურსს, სიმართლე გითხრათ.
მე კიდევ ვთვლი, რომ არც უნდა ვეცადოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. მე ხა იმას კი არ ვახდენ, მართლა რკინის ფარდის ჩამოშობა კი არ ვსურს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ყველაზე კარგი გაგებით უნიკალურები, სადაც შეგვიძლია ჩვენი ინტერესის გატარება, მხოლოდ ინტერესიდან გამომდინარე საკითხების გათვალისწინებით და არა მეტი. იმიტომ რომ უბრალოდ ამის ცდელობა მეშინია რომ უბრალოდ ფუჭი დროის დაკარგვა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ხედავთ რომ ესე გავიდა ბოლო 35 წელი. ვაი, ძირითადად თუნდაც რომ დავიწყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები მაგ პოზიციაზე, ხო? მაშინ შენ კეთილინები და შენთან კი არ იცეკონ ლეზიკინკა, რომელიც კავკასიიდან ზუსტად. რაც არ უნდა ის თქვა, რომ შენმა ქართულმა შექმნა ეს ლეზიკინკა. კულტურულად მათი ნაწილია უკვე რა. არამედ შენი სიმღერები და შენი ცეკვები იცეკონ იმათ. შენი ცხოვრების სტილით იცხოვრონ იმებმა. შენი კულტურული ზეგავლენები მოახდინე. ამისთვის შეჭირდება კულტურული, შეჭირდება ცივილიზაციური ორიენტირი ამისთვის. ეს ორიენტირის დასახვა 35 წელი არ მოხდარა. არ მოხდარა, იმიტომ რომ სიმულაციური გზა იყო არჩეული. აი მე რასაც ეხლა თვალს ვადევნებ ფაქტობრივად შემდგომის არჩევნების მერე ბუნებრივია სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურად უნდა იყოს, გამოხატვის თავისუფლება, ქუჩები უნდა იკეტებოდეს, მიტინგზე უნდა გამოდიოდეს ხალხი, ახალგაზრდებმა უნდა თქვან თავის სიტყვა, მაგრამ რატო გამიმძაფრდა და საერთოდ რატო მქონდა სურვილი რომ თქვენთან ეს ვიდეო ჩამეწერა. ზუსტად ის დამოკიდებულება ვნახე, როცა ინტერვიუებს იღებდნენ სხვადასხვა ტელევიზიები, სხვადასხვა ბლოგერები, მომიტინგეებისგან, მე ახალგაზრდას გულისხმობ. რასაც აქ ხედავდი. ანუ ეხლა გამიმარტავ რას. აი მაგალითად ჩემთვის შოკი იყო, ეს 2018 წელი იყო. როცა სადღაც ერთი საღამო იყო და მოკლედ თავშეყრის ადგილი იყო, ახალგაზრდა თაობა იყო, ალბათ 25-30 წლის ასაკის და საუბრობდნენ იმაზე, რომ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ეროვნულ კუთვნილებას, რელიგიურ კუთვნილებას, კანის ფერს, გასაგებია ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეხედე აი ფრინველი როგორი თავისუფალია, დაფრინავს სადაც უნდა, ცხოველს არ აქვს შეზღუდვა ვისთან შევა სექსში და რაღაცა და ყურებს არ უჯერებდი ისა ნუკრი. ამას საუბრობდა დასრული ხალხი. ხდები, ანუ საერთოდ უკვე მორღვეული იყო ყველაფერი. ანუ ხდები, აი ისეთ სივრცეში და ისეთ სიღრმეებში იყვნენ შესრულები, რომ გადავირი. ეს იყო 2018 წელი, პირველად როცა შევეხე ამას ყველაფერს. და აი 24 წლის ოქტომბერი მერე ეს მიტინგები და ასე შემდეგ და რამდენიმე ინტერვიუ არის გარეგნობაზე არ გულისხმობ იმ მუზანგებზე, ტატუზე ეს გამოხატვის ფორმა იყოს არ არის. უბრალოდ ინტერვიუების დროს ან დავუშვათ საუბრობს როცა აჩვენებდნენ, ზუსტად ერთ-ერთში დავიჭირე მსგავსი დამოკიდებულება. და ეს გამიკვირდა, იმიტომ რომ ეს ხო სულ სხვა წიაღია. სულ სხვა რაც არაერთხელ გითქვას, ეხლა თუნდაც ამ ვიდეოში ეს ხო სულ სხვა გარემოა და აი ეს გამიკვირდა, რომ ნუ თუ ასე მალე შეიძლება დავუშვათ ჩვევების გადატანა, ტრენდის გადატანა, ხდები? ვახსენე, რომ ესეთ საზოგადოების იდეოლოგიური ინდოქტრინაცია უფრო მარტივია. საქმე რაში, ანუ არ მომხდარა, ანუ მე ვხედავ ორ პროცესს, დიალექტიკურ პროცესს ვხედავ ამ შემთხვევაში. იყო აი ამის აღიარება გვჭირდება, 90-იანი წლების სიბნელე იყო. აი ეხლა ეს სიბნელე რაში გამოიხატებოდა, რომ ესე იგი რაღაცა ცენზორები, შიდა ცენზორები იმაზე მკაცრი იყო და რაც თავარია არ იყო სამართლიანი. სამართლიანი არ იყო ის ეპოქა. ხო იყო რაღაცა რომანტიზება ქუჩის. არ იყო ეგ რეალური ქუჩა არ იყო სამართლიანი. უამრავი ისტორია ვიცით, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულო ისე დაუჩაგრიათ და
ანუ ის ავტორიტეტები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ მორალური ავტორიტეტები, რაღაც ხრი 90-იან წლებში მოირღვა ეგ ავტორიტეტები. ამის ფონზე გაჩნდა ეგ წარმოდგენები. და ამის ფონზე გაჩნდა ის წარმოდგენა, რომ აი ეს ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, თან აი ერთი მომენტია. აი განსხვავება რა არის? აი თუ აკვირდებით თქვენ, ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა კონსერვატორი გამოდის. და ახალი გაზრდა კონსერვატორები რაღაც ხრივ თითქოს აი ცხოვრების სტილითაც ხო შემთხვევაში ვინც საუბრობს ამ კონსერვატიზმზე არ არის აცდენილი მათი სიტყვები მათ აზრებს. მაგრამ აი წინა თაობის ეს ეროვნული დამცველები აი პირობითად ვამბობ რა აი ხშირად იყო ეგეთი გადაცემები, სადაც გივის სიხარულზე, არაფერს არ უერჩია ამ ადამიანს, თავი კოლორიტი ადამიანია, მაგრამ ესეთი ადამიანი, როდესაც იმ ღირებულებების დამცველი გამოდის, რომლის მატარებელი თვითონ არასდროს არ ყოფილა და აბსოლუტურად სხვა რაღაცის იყო. ეს ეხა ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, თუმცა ძალიან ბევრი მაგალითია. რა თქმა უნდა, ამ ფასეულობებს ანგრევდა და ყოფა უტირა. ფარისევლობის სუნი იგრძნობოდა საზოგადოებაში. და თავარი ის არის, რომ ჩვენ რატომღაც მიღებული იყო, რომ ერთი უნდა გეთქვა და მეორე ნაირად უნდა გეცხოვრა. ერთზე უნდა გელაპარაკა და აბსოლუტურად სხვანაირად უნდა გეცხოვრა. ეს მიღებული იყო. და ეხლა რაც ხდება გარკვეულწილად მე მარტო იდეოლოგიას არ და პროპაგანდას არ უკავშირებ ამას, არამედ უკავშირებ იმას, რომ სადღაც ეს ფარისევლობა უნდა აფეთქებულიყო. და აი აფეთქდა იმ თაობაში, რომელმაც ტოტალურად უარი თქვა ამ ყველაფერს. ანუ კარგიც მიაყოლა აი ამ ფარისევლობას. ეს მომენტი მოხდა. ეხლა შემთხვევითი არ არის, რატომაც არ უყვართ მათ წინა თაობა. ერთი ის, რომ მათ აჯერებენ, რომ წინა თაობა მტერია, რომ მამები უზღუდავენ და დედები უზღუდავენ. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ დღემდე 40 წლის ადამიანი არის და თავის მშობლებს რაღაცა ამბოხებული მდგომარეობაშია, თინეიჯერი როგორცაა, ხო? აქ თინეიჯერის სულისკვეთებამ ძალიან ისე გააკეთა. და რასთავარია, ჩემი აზრით, ქართული აღზრდის წესი მოშლილია ძალიან. ძალიან დეფექტურია თან. მაგაზე არ გვიყვარს ლაპარაკი, მაგრამ აი მაგალითად, როდესაც თითქმის 6 წელი სკოლაში პედაგოგი ვიყავი. აი დედების მიერ გაფუჭებული შვილები. აი ვითომ ზრუნველობის და ვითომ და ოღონდ ჩემი შვილი არ დაისაჯოს და ქულა მიიღოს შემაშვილი და აი და კიდე ერთი მომენტი, აი დედების ყალბი მგდიალების ტყვეობაში ვყოფი. დედებს რატომ ამბობ? იმიტომ რომ მე შობელთა კრებაშზე მამა თითქმის არ ვინახავს. მამა რომელიც ჩართული ეგ მეორე პრობლემაა. ეგაც აღდის პრობლემა. მამა რომელიც იქნებოდა ჩართული აი ამ შვილის აღდაში ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი ეგეთი სიამდვილეში. და ამან გამოიწვია ეს პრობლემა. ზოგადად ეს ტრადიციებისადი პატივისცემა იქ უფრო ძლიერია, სადაც მამის ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში არის მაღალი. ეს მთელი რიგი კვლევებითაა დამტკიცებული. და ჩვენ როდესაც მამა არაა ჩართული ამ აღზრდის წესში, რა თქმა უნდა ეს ტრადიციული ღირებულებებიც ნაკლები იქნება. გასაგებია. ბატონ ნუკრი, ბოლოსკენ რო წავიდეთ. რა ფიქრობთ თქვენ, საერთოდ მე ბევრისგან გამიგია ასევე, აი ამ ტრენდის საწინააღმდეგოდ, რომ ამას ყველაფერს უშველის კონსტიტუციური მონარქია. ამ აზრს რა კუთხით უყურებთ თქვენ? ეს შესაძლებელია თუ მორიგი ფარსი იქნება, თუ ესეც კოსმეტიკური შილამაზება, ბრედ პიტის მაგალითი რომ მოიყვანეთ. თუ დავუშვათ ეს არ არის ორგანული, ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნის საქართველოსთვის რამდენად ეს შესაძლოა საერთოდ ეს ინსტიტუტი შემოვიღოთ და იქნება კი ეს შველის ერთ-ერთი მექანიზმი? ჩემი აზრით არა. ჯერ ერთ თვითონ მონარქიის პრობლემა გვაქვს ჩვენ. ანუ
მარტივად რო ვთქვათ, მე მგონია რომ სანამდე ეს საკითხი რაღაც აქტუალურად დადგება, მინიმუმ იმ ადამიანმა, ვისაც მონარქობა უნდა, იმ ხელ ავტორიტეტი უნდა მოიპოვოს საზოგადოებაში და ისეთი არ უნდა იყოს, როგორც ახლა არის, რა მილიონ სკანდალში გახვეული და მილიონ იმაში რაღაც რეპუტაციაში შელახული ადამიანი. ეს ძალიან მინიმალური. თუ ჩვენ იმაზე საუბრობთ, რომ რაღაცა მორალური ავტორიტეტი გვინდა, მე ამ შემთხვევაში საერთოდ პრეტენზია არ მექნებოდა ეს რომ მართლა მორალური ავტორიტეტი იყოს და პირიქით მე მგონია რომ რაღაცა ინსტიტუცია რომელიც უფრო იქნება მემკვიდრეობაზე ორიენტირებული და არ შეიცვლება დროსთან ერთად ოღონდ აბსოლუტურ მონარქიის რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ. რა თქმა უნდა მომხრე ვიქნება, მაგრამ ეს ინსტიტუციას უკვე და ეს ხალხის უკვე იმდენად შერყვნილია და გარაყვნილია მის ხელოვნურად ესე იგი აღდგენა არ მიმაჩნია სწორად. მე მგონია რომ დღეს ძირითადად ჩვენ უნდა საუბრობდეთ არა ამ საკითხებზე, არამედ უნდა საუბრობდეთ ისე საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ის რამდენიმე საკითხი, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი. თუ რამე იქნება მონარქიის მომავალში შეიძლება მართლა იგი იყოს მონარქი, რეალური მონარქი, რომელიც რჩევებს მიცემს ჩვენი პოლიტიკურ ელიტას. მე სხვათა შორის მქონდა საუბარი ერთ-ერთ მომიტინგესთან და იცით რა მითხრა. რაღაცა იდეებს, როდესაც ისინი აკეთებდნენ, რაღაც გეკმავდნენ. მე სანამ გიჩნდებათ ეგ იდეები, ვინ გითხრა, ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხებით. ეგ მითხრა ერთ-ერთ, ურთიერთობა მაქვს ესეთ ხალხთან, მაქვს. ზოგიერთი ძველი მეგობარია და ასე შემდეგ. და მითხრას ესე გულახდილად. მე არ ვამბობ რომ ყველაფერს ეკითხებიან, მაგრამ რაღაც აქციების ორგანიზებას ხასიათს რაღაცას როდესაც სჭირდებათ, იქაც კი იყო ეგეთი მომენტი. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ იმ გამოწვევებისთან ადეკვატური, რაც როგორც ჩვენ ესე კაცობრიობას ემუქრება, ესე ვთქვათ. ერთ-ერთი არის ეს, მეორე არის ის, რომ ჩვენი რატომ გაიზარდა აი ჩვენი ბავშვებში, რატომ გაიზარდა აუტიზმის, სხვა ფსიქოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების რაოდენობა. ერთი არის ის თეორია, რომ აქამდე არ, ესე იგი, არ ხდებოდა მათი აღრიცხვა და ამიტომ სტატისტიკური მონაცემები არ ქონდა, მაგრამ ჩემი აზრით, მეც არაპროფესიონალი ვარ ამ მხრივ, მაგრამ ჩემი აზრით, მე მგონია, რომ ეს არ არის სტატისტიკის პრობლემა, ეს არის ის, რომ ეხლა გაიზარდა ეს პრობლემა. ანუ დემოგრაფიული საკითხი არა ისე როგორც ეხლა არის, რომ ყველაფერს გვეშინია და ასე შემდეგ. არამედ დემოგრაფიული საკითხი ისე, რომ რეალურად რა მოგცემს, აი ბუსტს, რომ დავიწყოთ, ესე იგი, არა მარტო გამრავლება, არამედ აქ რეალიზება. ანუ მე რატომ დამჭირდეს პირობითად შვილის ან კურნალობა, ან სწავლა უცხოეთში, რატომ უნდა დამჭირდეს? მაშინ რეალიზების საშუალება უნდა გამიშდეს. აი მე და ჩემი მეგობარი გუშინ ვიხსენებდით, საუბრობდით ამაზე, რომ ჩვენ კურსელებს ვიხსენებდით და აბსოლუტურად აი ბიჭებზე ვამბობ, 80 ვიყავით გოგო ბიჭიანად და აი აბსოლუტურად უმრავლესობას ყავს ერთი შვილი მარტო, ზოგს არ ყავს და აი იშვიათობა ორი თუ ყავს. აი ძალიან იშვიათობა შეიძლება ერთი ან ორი იყოს, ისაც მე არ მახსენდება ახლა ესეთი, ვისაც ჩასამი შვილი ყავს. ანუ ძირითადად ერთშვილიანები ვართ, ეგრე ვთქვათ. ერთშვილიანები, ანუ ჩვენი შვილების თაობა იქნება ჩვენზე გაცილებით ცოტა. რაოდენობრივად. მე მაგალითად მაგ თემას იმდენად ვერ ვეხები, რომ მორალური უფლებას ვერ ვაძლევ ჩემ თავს, იმიტომ რომ ბილი არ მყავს და სამწუხაროდ ისე მოხდა ჩემი ოჯახის ჩემ პირადი მომენტი, რომ არ მყავდა რიგი მიზეზების გამო, ჩანთოლობას გულისხმობდა. შემდეგ, ჩემი პირადი ტრაგედია, რაც თქვენ იცით, ხას არ არის გამოსატანი საეთეროდ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იცით რა არის, ბატონო გრეირო, აი ეს დამოკიდებულება იმისა, რომ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მე რა ეს რა მნიშვნელობა, გასაგები ეს თავისუფლება, ანუ ვისაც როგორ უნდა ისე უნდა იცხოვროს, თუ ის რომ დაუშვათ მისთვის
არა აქვს თავის შეყვარებულს ან მეუღლესთან რელიგიური კონფლიქტი მიუხედავად იმისა, ის რისი აღსარებელია, ესეც არ არის პრობლემა და ასე შემდეგ, არც კანის ფერი და რაღაც, მაგრამ აი ამ წყებას რომ ჩამოთვლიან და აი ზღვარი, როცა ადამიანი ადამიანობას კარგავს, აი ეს არის ყველაზე რთული დასაჭერი. აი როცა გადადიან უკვე იცით რა ფორმაში, რომ აი უკვე ამასაც მნიშვნელობა არ აქვს, ხვდებით? ანუ აი ცხოველების მაგალითით ყველა არ მოვიყვანე. ესე იგი იწყება ყველაფერი იმით, რომ მე რა გასაგებია, მეც ვეთანხმები ახლა ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ აი ეს ზღვარი იმდენად უხილავია, რომ გადადიან ფაქტობრივად უკვე ამას რა ქვია სამედიცინო დონეზე არ ვიცი, ნუ რაღაცა ფობიებში, ან ფილიებში არ ვიცი. ხვდებით ხო? ესეთი მომენტია რა. და აი ეს არის ყველაზე დამაზიანებელი ჩვენთვის და მე ვთვლი, რომ ამის საფუძველი და საყრდენი ზუსტად არის ის, რომ არ აქვს როგორ ვთქვა, მორალური პლატფორმა. მორალური პლატფორმინა გამოდის ყველა, ზნეობა, მორალი, ასე შემდეგ და აი ესეთი თაობა მე აქ უბრალოდ ვნახე და იმიტომ აქ ეს განზაფრებული, თორე საქართველოში რა არ ცხოვრობდი, ხო თელთემი შეგნებული ცხოვრება მაგავატარე და უავრავი, მაგრამ ეს მომენტი არ მქონია და მე რო ვიცი შეიძლება რომ სადამდე მივიდეს ეს ყველაფერი ზუსტად ეს მაწუხებს. არ ვიცი, შეიძლება ეს მომავალი თაობის არჩევანია, ხა როგორც თქვენ ახსენეთ, რომ ხელოვნური ეს თემები კი არა, მალე 15 წელიწადში ხელოვნური ინტელექტის ყოფნა არ ყოფნის დადგება, რა ქვია. უბრალოდ ჰეგემონიის ჟამი დადგება და შეიძლება სხვა დანარჩენი ადამიანური ღირებულებებზე საუბარიც კი არ აქტუალური იყოს, მაგრამ ნუ რახან დღევანდელ ყოფაში ცხოვრობთ, ჩვენ ხო უნდა ვთქვა ჩვენი სიტყვა. ერთი მომენტია. მე ფიქრობ ესეთ რაღაცას, ნუ შვილიდან გამომდინარე, ესეთ აზრამდე მივედი, რომ რაღაცეები და მნიშვნელოვანი რაღაცეები ჩვენ უბრალოდ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ყველა თაობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავისი არჩევანი უნდა ქონდეს. ეგ იმ თაობის პრიორიტეტია და არა ჩვენი ამ შემთხვევაში, რაც უნდა ის აირჩიოს. ეს ერთი მომენტია. და ეს სხვა მომენტია. უბრალოდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რატო არ იმუშავებს მათი თავისუფლება საბოლოო ჯამში, რატომაა დამღუპველი. სხვადასხვა არის ესეთი მაინც დიდად კი არ მიყვარს, მაგრამ არსებობს ესეთი ველბეკის პლატფორმა არის და ელემენტარული ნაწილაკებია. ეს ორი რომანი არის მისი, სადაც არის ესეთი რაღაცა აღწერილი. ნუ საფრანგეთში სექსუალური რევოლუციის შემდგომ კი თაობაზე არის საუბარი და იქ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მოკლედ სექსუალური რევოლუცია უკვე მოხდა, ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად სექსუალური ურთიერთობები, მაგრამ ოდეშით ჩვეულებრივი სექსისგან აღარ იღებენ სიამოვნებად. არამედ პერვერსიები ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც სიამოვნებები დაიმოყოფილონ. იმის თქვა მინდა, რომ თუ კი რაღაცა ელემენტები ხო თითქოს ის უნდა ყოფილიყო უფრო თავისუფალი, უფრო ჯანმრთელი. პირიქით, იმ წიგნში რომანში ნაჩვენებია რამხელა ფსიქოლოგიური პრობლემების თაობა წამოვიდა ამ სექსუალური რევოლუციის შემდეგ. ნაჩვენებია როგორი მარტოსულები არიან, როგორი მოწყვლადები არიან და ნაჩვენებია საბოლოოდ ველბეკი ესეთ ადამიანებს წირავს. მათ მომავალს არ უტოვებს ესეთ ადამიანებს. და საქმე ის არის, რომ აქ თავარი მომენტი არის ის, რომ თავისუფლება არსებობს ორნაირი პოლიტიკურ თვალსაზრისით, ნეგატიური და პოზიტიური. ნეგატიური თავისუფლება არის რაღაცისგან თავისუფლება. გავიგე რომ არ გინდა ქართველობა, არ გინდა რაღაცა მორალი, არ გინდა რაღაცა, მაგრამ რისთვის გინდა ეს? ამას პასუხი უნდა გაცე შენ. რისთვის გინდა ეგ თავისუფლება? და აქ ამ შემთხვევაში როდესაც მარტო ნეგატიური თავისუფლება და ეგ ლიბერალური კონცეფცია, ლიბერალურმა კონცეფციამ პოზიტიური თავისუფლების იდეა გააუქმა. თქვა რომ ყველაფერი ინდივიდის საქმეა, რასაც უნდა იმას გააკეთებს. არა, მე მაგალითად თუ მინდა ფიზიკოსობა და ლაბორატორია არა მაქვს. ვერანაირი ვერ გახვდები ფიზიკოსი. მეცნიერი ვერ გახვდები. ამიტომ იმისთვის რომ მე ჩემი თავისუფლება განხორციელდეს, ამისთვის საჭიროა რომ არსებობს სახელმწიფო, რომელიც
უზრუნველყოს იმას, რომ ლაბორატორია იქნება, სადაც მე ვიმუშავე. თუ მინდა მე თავისუფლება იმისთვის, რომ პირობითად ჩემი იდენტობა თუ მინდა რომ მქონდეს, ამისთვის საჭიროა ის, რომ არსებობდეს სიმყარეები, სადაც ჩემი სულიერი კრიზისის დროს მე მივალ და ვნახავ. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის იდენტობის კრიზისი. და იდენტობის კრიზისი რატომ არის ეს პრობლემა? იმიტომ რომ მოშლილია საზღვარი, სიმყარეებია მოშლილი, სადაც ადრე იყო ინიციალიზაციის გზა, ადამიანები ბუნებაში გადიოდნენ, მარტო რჩებოდნენ, საკუთარ თავს არსებობდა რიტუალური ეს ყველაფერი, სადაც ადამიანი საკუთარ საყრდენ ღერცს პოულობდა. დღეს და ამით გადალახადოს შინაგან სულიერ ტკივილებს საკუთარ თავს პოულობდა და დეპრესიის გადალახვის ერთ-ერთი მომენტი იყო. ჩვენ დღეს დავრჩით, ჩვენ ვართ ყველაზე დეპრესიული საზოგადოება დღეს, ამ თავისუფლება მოგვიტანა მარტო დეპრესია, გამარტოსულება, ამ თავისუფლება მოგვიტანა ყველა ისეთი რაღაც, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითქოს დადებითია, მაგრამ მოაქვს უარყოფითი შედეგი. და ეს რატომ მოაქვს? იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს გაცნობიერებული, რომ სინამდვილეში თავისუფლებას ჭირდება რაღაც საყრდენი ველები და ეს საყრდენი ველი ჭირდება არა იმიტომ, რომ შენ რაღაცა დაგამონოს, არამედ იმიტომ, რომ აი მარტივია, მე ესე ვიქცევი ყოველთვის. ეგ საკმაოდ ადრე გავაანალიზეს, ვინც წინათაობას ჩარეცხავს, ისაც ჩაირეცხება მომავალ თაობის მიმართ. თუ კი შენ პატივი არ ეცი წარსულს, შენც აქცევენ პატივს. პატივის ცემა ნიშნავს იმას, რომ ჯერ შენ უნდა ცე პატივი, რომ შენ გცემ პატივი. სხვა შემთხვევაში შენს ჩაირეცხები. ანუ ეს არის ისეთივე ბუნებრივი კანონზომიერება. ამიტომ არის ახლა რატომ ჩაირეცხენ ნაცები. იმიტომ თვითონ ჩარეცხავს ვიღაცეები. იქამდე შეიძლება ვიღაცებმა ესენი ჩარეცხოს. არ ვიცი საიდან დაიწყო, 10 ხის წერტილი ძალიან ისეთია რთული დასადგენია, მაგრამ ვიღაცამ უნდა შეწყვიტოს ეს მომენტი. ვიღაცამ უნდა დააფასოს წინათაობა. ვიღაცამ უნდა მადლობას გადაიხადოს. ვიღაცამ უნდა მოიხაროს ქედისკი. იმიტომ რომ მომავალში მას მოუხდიან ქედს. ეს არის მთავარი მომენტი. რომ შენ ვერ ხედავ ამ თიან სამყაროში შენ ხედავ ამ თიან სამყაროსგან მოწყვეტილას შენ თავს. და არ არსებობს ესეთი რამ. ესეთი ადამიანები, რომლებიც ამას არ ითვალისწინებენ, განწირულები არიან შეეჯახონ ისეთ რეალობას, რომელიც მათ არ მიცევს ბედნიერ ცხოვრების საშუალებას. დააკვირდით მათ ლექსიკას, დააკვირდით მათ ემოციურ მდგომარეობას, დააკვირდით მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ერთი მხრივ რაღაც სიყვარულზე, თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, მეორე მხრივ აბსოლუტურად რაღაცა დარღვევა, რაღაცა ნაკლოვანება იგრძნობა ამ ყველაფერში. იგრძნობა რომ რაღაც თვით მყოფადობა, თვით კვარობა აკლიათ ესეთ ადამიანებს. იმიტომ რომ ძალიან ადამიანი როგორც კი საკუთარ თავში იკეტება, ეს იდეოლოგიური პროექტია ხო არ არის ესეთი. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც შენ ესე იგი გაძლევს რაღაცის ესე იგი დაკმაყოფილების საშუალებას, იქნება მოხმარება. აი მოხმარებელი ხდები. და საბოლოოდ ამ მოხმარებას არ აქვს დასასრული. ბედნიერება კიდე არის რაღაცა დასრულებულ პროცესში რო ხარ. ესაა ბედნიერება. შენ მუდმივ მოხმარებაში რო ხარ, ის არა ბედნიერება. მარტივად რო ვთქვა, რაღაც შვილს დაუტოვე რაღაცა ისა და დაისვენე და შენთვის ბოლო წლები ცხოვრობ შენთვის. აი ეს დასრულებული, როდესაც გააქვს, ესაა ბედნიერება. და ეს სისტემა არ უტოვებს ადამიანს ამ დასრულებულობის მდგომარეობას. ეს სისტემა უტოვებს იმას, რომ გუშინ რო ერთს ამბობდა, შარშა რო ერთს ამბობდა, შარშა რო ერთს დღეს აბსოლუტურად სხვა რაღაცა უნდა თქვაც. მუდმივად უნდა იყოს შეერთებული მაგ იდეოლოგიურ ინფორმაციულ ველს და მუდმივად უნდა იცვლებოდი ამ ინფორმაციულ ველთან დაკავშირებით. ანუ არ გიტოვებს იმის საშუალებას, რომ შენ დაასრულო შენი ციკლი, ეგრეთ ვთქვათ, და იყო მერე ბედნიერი. ამას არ გიტოვებს. და ეს მერე ქმნის იმ პრობლემას, რაც მერე შემოუბრუნდებათ. მე აი გეტყვით რის იმედი მაქვს. მე მგონია და ერთხელ ნახე ამერიკაში მე მგონი ახალთაობას ქვია ჯენ ალფა, ხო? ჯენ ალფა, ჯენ ზის შემდეგ ხო რა ალფა თუ რა. მე მგონი ჯენ ზის შემდეგი თაობა. ხო, პროგნოზირებენ, რომ ისინი უფრო კონსერვატორები იქნებიან, უფრო სხვა, იმიტომ რომ მათი შობლები, რომლებიც ესე ცხოვრობდნენ, იქნება რეაქცია მათზე. ხო, მეც იმასაც გითხრა და ამის იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილის თაობა ამ შემთხვევაში და მასზე პატარები იქნებიან ისინი, რომლებიც აღარ მოინდომებენ ისეთ ცხოვრებას, როგორც ესენი ცხოვრობენ.
ბატონო კრი, ძალიან დიდი მადლობა მორიგჯერზე საინტერესო საუბრისთვის და ესეთი გულისხმიერი და ამავდროულად აკადემიური გამოცდისთვის ამ არ თუ ისე უმტკივნეულო თემისა, რაც ჩვენს ყოფას ეხება, ჩვენს მორალს, ნეობას და ზუსტად ამიტომაც იყო გამოწვეული ჩემი სული, რომ თქვენთან ამ თემაზე მესაუბრა. მორიგჯერზე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით და დავასრულოთ და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.